მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. დღეს ღია სივრცეში ვსაუბრობთ დანაშაულზე, ბარბაროსობაზე, რომელიც თელავი ყვარლის მაგისტრალიდან ხელის გულივით ჩანს. თუმცა წლების განმავლობაში მას სახელმწიფო უწყებები ვერ ამჩნევდნენ. კუდიგორის მთას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყვარლის სამების მე-6 საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ბუნებრივ კვარცხლბეკს წარმოადგენდა, თავი ორ ადგილას აქვს მოჭრილი. ერთ მხარეს თავდაცვის სამინისტროს პარტნიორი ბიზნესმენი ვანო ლომიძე კანონდარღვევით აშენებს კაფე-რესტორანს. მეორე მხარეს კი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის ნათესავები 6 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. მთის ამბები, საქართველოს ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი სწორედ ამ ვანდალიზმის კვალს მიჰყვა. გელა დღეს ჩვენთან ერთადაა სტუდიაში, ასევე სტუმრად ყავს მოწვეული ნოდარ არონიშიძე, არქიტექტურის ისტორიკოსი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, მარინე მიზანდარი, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. გელა, პირველ რიგში რომ თქვათ, შენს რეპორტაჟში ის მასალა, რომელსაც იკვლევდი, რომელიც უკვე წარმოადგინე, რა თქმა უნდა, ამ რეპორტაჟს მაყურებელი ნახავს ცოტა მოგვიანებით, მაგრამ პირველი კითხვა, რაც მინდა დაგისვა, იკვლევი იმ საკითხს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი შენთვისაც და ჟურნალისტებისთვის ზოგადად. ეხლა რატომ მიუბრუნდი ამ საკითხს? გამოიკვეთა რაიმე ახალი გარემოებები თუ რა არის ამის მიზეზი? საღამოშიდობისა, ნინო, მივესალმებ მაყურებელს, სტუმრებს. სამწუხაროდ მეც ამ ვანდალიზმის შესახებ გვიან გავიგე, ამიტომაც ვერ შეუშალეთ ხელი ამ ბარბაროსობას. ეს რომ ცოტა უფრო დროულად გაგვეგო, ჩემი აზრით შევძლებდით, რომ აი ამ მასშტაბებამდე მინიმუმ სულ მცირე არ მისულიყო ეს ვანდალიზმი. საქმე იმაშია, რომ წლების განმავლობაში ჩვენ მუშაობდით კახეთის რეგიონში, კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაკეთებდით, მე და ჩემი მეგობრები და გუნდის წევრები, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ კრიტიკული მედია შეავიწროვა, მოსპო, გააქრო და ეს პირველ რიგში ყველაზე მძაფრად და მტკივნეულად აისახა რეგიონებზე. ამიტომაც, როდესაც რეგიონში აღარ არის კრიტიკული მედია, აღარ არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ხშირად ძალიან გვიან გამოდის ინფორმაცია, ან უმეტესად შეიძლება საერთოდ ვერ გამოდიოდეს. მიზეზი, რის გამოც მეც ძალიან მწუხვარ და ძალიან მაბრაზებს ეს ამბავი, რომ ასე გვიან შევიტყვი ამ ამბის შესახებ, არის სწორედ ეს. 2024 წლის ზაფხულში გავიგე ამ ვანდალიზმის თაობაზე სრულიად შემთხვევით, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რამაც შემზარა იმხელა მასშტაბზე იყო მოჭრილი და ჩამოყრილი შემდგომ ეს ნაშალი. იმავე დღეს არც კი დამიყოვნებია მოამზადა წერილობითი განცხადება და მიუმართე ყვარლის მერიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და გამოვითხოვე ყველა ინფორმაცია, რისი გამოთხოვა შეიძლებოდა და საიდანაც შეიძლებოდა მიმეღო მეტი ინფორმაცია აი ამ უბედურების და საგანგაშო მასშტაბების შესახებ. სამწუხაროდ არც ერთმა ამ უწყებამ საჯარო ინფორმაცია არ მოგვეწოდა. 2 წლის განმავლობაში 2024 წლის ივნისიდან ჩვენ გვაქვს სასამართლო დავა ამ უწყებებთან და აი ამ 2 წლიანი ხანგრძლივი დავის შემდეგ მოვახერხეთ ზოგიერთი დოკუმენტის მოპოვება, რასაც მანამდე არ გვაძლევდნენ. საბედნიეროდ ეს დამახინჯება, ეს ბარბაროსობა მანამდე შეჩერდა ერთი ძალიან წესიერი მეცნიერისა და არქეოლოგის ბატონი ნოდარ ბახტაძის ძალისხმევით, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იყვირა, საზოგადოებას მოუხმო, მობილიზება გააკეთა, იხმაურა და რაღაცნაირად მართალია ყველაფერი განადგურებულია და უმძიმესი სურათი და ვითარება იქ შექმნილი, რასაც ჩვენ რეპორტაჟში ვნახავთ, მაგრამ ამის გაგრძელების პრევენცია მაინც შეძლო და უკვე ახლა ჩვენ როდესაც ეს დოკუმენტები მოვიძიეთ, დავრწმუნდით და მტკიცებით შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ხელთ გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნა, უარყოფითი დასკვნა, როდესაც მას მიმართა ყვარლის მერიამ უკვე ყველაფერი ჩამოჭრილი, განადგურებული და აშენებული რომ იყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა უარყოფითი დასკვნა, რომ ამ ადგილას, ვინაიდან ის არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონა, არეალი, არ შეიძლებოდა ამგვარი მშენებლობა დაუშვებელი იყო, ის ამახინჯებდა მთლიანად არამხოლოდ ამ ეკლესიის, იმიტომ რომ ამ მთის თავზე, რომელიც ჩამოჭრილია იმ მთის წვერზე დგას, მე-6 საუკუნის სამების ეკლესია და როგორც უკვე რამდენიმე წლის წინ ჩატარებული არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, სამონასტრო კომპლექსია ნეკრესის დროინდელი, ძალიან ძვირფასი და გამორჩეული, ნეკრესის მონასტრის დაარსების დროინდელი, აქ სპეციალისტები არიან, ჩემზე უკეთი საუბრებენ ამაზე, მაგრამ
საქმე იმაშია, რომ აი ამ ვიზუალური დაცვის ზონაში კი არ არის მხოლოდ შეჭრილი, არამედ ისია ეს მთა ჩამოგლეჯილი, ჩამოფხრეწილი, ჩამოთხრილი, არ ვიცი, აოხრებული სრული ამ სტყვის მნიშვნელობით, რომ ძეგლის აღქმა არის მთლიანად მორღვეული, შეუძლებელი ფაქტობრივად, იმიტომ რომ შეხედავ მთა ისია გადათხრილი, მარტო ეს ჩანს და იმ ძეგლს შეიძლება თვალიც ვეღარ მიაწოდინო. ყველაფერი ეს მტკიცებულებით დასტურდება უკვე რომ არის უკანონო, არ არსებობდა არანაირი მშენებლობის ნებართვა სამუშაოების ჩასატარებლად, მეტიც ჩემ და გასაკვირად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ყვარლის მერიას მოსთხოვა რომ ის სამუშაოები რაც იყო ჩატარებული უნდა დამორჩილებოდა, დაქვემდებარებოდა მკაცრ რეაგირებას, მაგრამ ჩვენ ვნახავთ ახლა რომ ყველაფერი ისე ვისია გაოხრებული, წუხარო ამ სიტყვებს ხმარობ, მაგრამ აი ეს სურათი რაც მე იქ დამხვდა, რამაც არ ვიცი, აღმაშფოთა, ეს აღვირახსნილობა რაც ვნახეთ ყვარელში, მიუთითებს სახელმწიფოს ყველა უწყების სისტემურ მოქმედებაზე. მე ვნახავ სანამ რეპორტაჟს ვნახავ, აუცილებლად უნდა გკითხო ესეთი რამ, როგორ შეიძლება და თვითონ სწორედ რეპორტაჟის ნახვის დროს, მონტაჟის დროს დავაკვირდი რას იცი რომ ცენტრალურ გზასთან ძალიან ახლოს არის ეს თვითონ ეს მშენებლობა. გამორიცხულია ყოველდღე გავლა გამოვლის შემთხვევაში მერიის რომელიმე მოხელეს ან თუნდაც საზოგადოების ნებისმიერ მოქალაქეს ეს არ შეიჩნია და ვერ დაენახა. რანაირად მოხდა რომ ამ ხო აი ეს როცა სისტემურ მოქმედებაზე მივუთითებდი, სწორედ ამას გულისხმობდი, უფრო დეტალურად რომ მახსნათ, არა მხოლოდ კახეთის მცხოვრებლებისთვის, არამედ ზოგადად მთლიანად საზოგადოებისთვის, თუმცა ეს ადგილი არის ძალიან პოპულარული ადგილი. ნეკრესის მონასტერში ბევრი, რა ვიცი, საქართველოს მოქალაქე და უცხოელი ადამიანი ჩადის, იმიტომ რომ ისეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამორჩეული მიზიდულობის ცენტრია, არა მხოლოდ მომლოცველებისთვის. და შესაბამისად ყველას ექნება აუცილებლად ეს შენიშვნი, რომ საიდანაც არ უნდა წახვიდე ნეკრესისკენ და ყვარლის მხარეს, გნებავთ თელავიდან და გნებავთ გურჯაანის გავლით, ორივე მხრიდან არის ეს სიმახინჯე პირდაპირ თვალშისაცემი, ვერაფერს სხვას ვერ შენიშნავ. მე დაბადებული და გაზრდილი ვარ კახეთში, ნეკრესის მონასტერში ბავშვობიდან დავდიოდით, არა მხოლოდ სასკოლო ექსკურსიებზე, არამედ მოსალოცად, სადღესასწაულო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. და ის იყო არ ვარ მე კულტურის სპეციალისტი, ან ხელოვნებად ცოდნე, ან არქიტექტორი, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან თვალშისაცემი და დასამახსოვრებელი იყო, რომ მთელი მთებზე ამ კავკასიონის გასწორებ ფერდზე ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი იყო დომინანტი. ეს ეკლესია, სამების ეკლესია რომ არსებობდა, მე არც კი ვიცოდი სამწუხაროდ ამ შესახებ, ვიდრე მასთან მუშაობა არ მომიხდა მის შესახებ, იმიტომ რომ ტყეში იყო ის ჩაფლული, ეს მთები იყო მთლიანი, ეს მთლიანობა არსად იყო დარღვეული და რომ გადახედავდი გნებავს აქედან ყვარლის მხრიდან როცა შევდივართ მარჯვენა მხარეს და თელავის მხრიდან როცა მოდივართ მარცხენა მხარეს, აი გრემის შემდეგ ფაქტობრივად ნეკრესის მონასტერი იყო მარცხენა მხარეს ამოზიდული მთების თავზე. და ახლა ნეკრესის მონასტერიც კი დაჩრდილულია, იმიტომ რომ ისეთი უბედურება ხდება ამ კუდიგორის მთაზე ორ ადგილასთან და განსაკუთრებით ამ მხარეს სამების ეკლესიის სიახლოვეს, რომ ფაქტობრივად ნეკრესის მონასტერიც კი ვეღარ იპყრობს ყურადღებას და თქვენ ნინო შენ სწორად აღნიშნე, ეს ყველაფერი ხდება თელავი ყვარლის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრში, ამას მე რეპორტაჟშიც ვამბობ და შეუძლებელია ეს ვერ შეენიშნა სამუშაოების დაწყებისთანავე. არა მხოლოდ საზოგადოებას, აქ საზოგადოებაც არ შეიძლება გავამართლოთ, იმიტომ რომ ასეთ დროს თვალი არ უნდა დავხუჭოთ, არ უნდა წავუყუროთ, ყველამ უნდა ვირეაგიროთ, ვინ ცხოვრობთ ან არ ცხოვრობთ ყვარელში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზუგდიდიდან რომ ყოფილიყო ვინმე შესული, მასაც კი უნდა ამოიღო, ხო, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს ამაში გამართლება, ასე იღუპება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როცა არ ვრეაგირებთ და მიგოჩნია რომ ეს ხოლმე რაღაც ვიწრო სპეციალების ან პროფესიის მქონე ადამიანების მოვალეობა, ეს ასე არ არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია და სწორედ პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებე პირებს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში, კულტურის ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით ეს ეწევალება პასუხისმგებლობა პოლიციას, არა მხოლოდ პოლიციას. ვისაუბრებთ მე სიუჟეტის შემდეგ, მანამდე რა სამუშაოები ჩაატარეს, რომ ეს ყველაფერი აქამდე მისულიყო. მაგრამ პოლიციას, პროკურატურის წარმომადგენლებს ეს არის ცენტრალური გზა, არ ვიცი რა სიმაღლეზეა, 100 კილომეტრიანი სერპანტინის ტიპის გზა არის აყვანილი სამების ეკლესიის ძირამდე, სადაც ეს უზარმაზარი რაღაცა მახინჯი ფილარმონია, ორსართულიანი აგებული, ხომ? ვითომ კაფე რესტორანი რომ დაარქვეს და კაფე რესტორანმა რომ უნდა იფუნქციონიროს. ეს ყველამ დაინახა
ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღიარეს კიდეც ყოფილმა მერებმა, მაგრამ რეაგირება ის რაც კანონით უნდა განახორციელებინათ, არავინ გააკეთა და დიახ მე ვხედავ აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ოდნავ ნორმალური ქვეყანა რომ იყოს საქართველო, სადაც სისტემა ან სტრუქტურა ან რაღაც უწყება მუშაობს, რომელიმე მაინც ყველა ერთად კი არა, ამაზე აუცილებლად მოხდებოდა რეაგირება, მაგრამ ჩვენ ახლა ვნახავთ რეპორტაჟს რომელიც მოხდა ეს ნგრევა, ეს კატასტროფა, ეს ბარბაროსობა გაკეთებულია ზუსტად იმ ხელისუფლების პირობებში, რომლებიც ჩვენ გვეძახის ყველას, ვინც აქვს ხედვართ და ვართ უსამშობლოებს და როგორ ანადგურებენ სამშობლოს და როგორ ანგრევენ მთებს და როგორ აზიანებენ კულტურულ მემკვიდრეობას, ვაჩვენოთ მაყურებელს ახლა. ძალიან საინტერესო რეპორტაჟი გელით, ნახავთ თქვენთან ერთად და გავაგრძელებთ გადაცემას. ბოქლომის დაუდია, ნახე, გზაც მოუთხრია. აი, ფეხით ავიდეთ. გზა, რომელიც ყვარელი თელავის მაგისტრალიდან სიმაღლეს მიუყვება, უკანონო დაშენებულ კომერციულ ობიექტამდე მისასვლელად რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს. რაც აქ მძიმე ტექნიკამ თვეების განმავლობაში იარა, ძნელი დასაჯერებელია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ვერ შეემჩნია. ეს არის ამების ცევი, ეს არის ის მშენებლობა, ლომიძემ რომ წამოიწყო და გაჩერდა. ამის თავზე უნდა იყოს ეკლესია, ისტორიული ტაძარი. ეს გზა ტაძრამდე არ მიდის. ეს გზა მიდის ფულიანი კაცების თავნებობისა და სახელმწიფო უწყებების გულგრილობის მწვერვალზე. ოღონდ მწვერვალი სადღაა? იქ ახლა თავმოჭრილი მთა და ვინმე ვანო ლომიძის სრულიად გაუგებარი ნაგებობა. ნახევრად აშენებული ფილარმონიაა. ეს შენობა რომ ააშენეთ, მშენებლობის ნებართვა გქონდათ? რა შედება ავაშენე? ზემოთ იმ ხელა რაღაც რომ არის აშენებული. რა არის აშენებული? არაფერი არ არის. ორი სართულია აშენებული, როგორ არა? ვინ გითხრა, სტაცო, თუ იქიყავი არა და ხე? დარბაზივით რომ არის უზარმაზარი სივრცე აშენებული. ლოღი რა გაშენებული? დიახ, ეს დარბაზია? რა ვიცი მე რა არის, თქვენ შეიძლება სპა და საუნა გააკეთოთ, მაგრამ დარბაზია დიდი კი? და შიგნით შეხედი? შიგნითაც შევედი და ვნახე, დიახ. ვერა გახეთ რომ შიგნით არის სტოიკები და ბაღლა იწერს, კიცრებს რომ არავის ჩავარდეს დაბლა. ეგ რაც ააშენეთ, მაგის მშენებლობის ნებართვა გქონდათ? ეს არის უსაფრთხოების ზომები. უსაფრთხოების ზომებია მიღებული, რომ რამდენადაც გააჩერო არ ჩავარდეს არავის. ასეთ რამეს. ბატონო, ორი სართული გაქვთ აშენებული და ეგ რა უსაფრთხოების ზომებია? მეორე სართულს რა შეეხება? ეს არის პირველი სართულის გაგრძელება პოდობებით გას, მაგრამ გაგრძელება აღარ აქვს. აქაურობის პატრონს რომ ჰკითხო, აქ დღეს არც შენობა დგას და არც მთამდგარა იქამდე. მან იყო დელო, ისტორიის იყო რა ადგილი. ის დელო იყო თოიჭრა რაღაც 100 მეტრიანი ფედა. რომელზეც მეორები ცუდეს რომ გაიტანაოდი, არ გაიტანია, გაკეთებით გადავშალება. უნდა გადაყარა ბაგაჟი და გადაშენებია ბალახი. კომპანია ბიზნეს იმპერიის დამფუძნებელმა 3 ჰექტარი ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონზე შეისყიდა. მიწა მანამდე ტყის ხელშეუხებელ ფონდში ირიცხებოდა და სტატუსი გაყიდვამდე 2 თვით ადრე მოეხსნა. 2020 წლიდან ბიზნესმენმა გზის მშენებლობა იმ ნაკვეთზე დაიწყო, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო ბალანსზეა. მისი თქმით, გრანდიოზული მიწის სამუშაოები იმისთვის აწარმოა, რომ გეოლოგიური კვლევა ჩაეტარებინა. სანამ გეოლოგიურ დასკვნას და მშენებლობის ნებართვას მიიღებდა, მთა მოჭრა და უზარმაზარი კონსტრუქცია წამოჭიმა. მისი ბიზნეს ციხესიმაგრე ყვარლის სამების ეკლესიიდან სულ რამდენიმე მეტრში დგას. ბაზილიკას, რომელსაც მერვე მე-9 საუკუნეს მიაკუთვნებდნენ. ეს რა გააკეთეს იძახდა ყველა. ეს რა შემახინჯე გააკეთეს აბა ბატონო და აბა ეს რა გაგვიკეთეს. გამოგიღო ხმა და ლოცვილო.
ხო, აი მართლა ძნელია. შუა საუკუნეების ქრისტიანული არქეოლოგიის მკვლევარს ნოდარ ბახტაძეს ყვარლის სამების პროექტი ძეგლთა დაცვის სააგენტომ 2009 წელს ჩააბარა. არქეოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ ეს იყო მონასტერი. მთავარი ბაზილიკის გარშემო სატრაპეზოს, საკრებულოს, ბერების სენაკების, რამდენიმე სხვა ნაგებობის ნაშთებიც აღმოაჩინეს. ილიაონის პროფესორი ვარაუდობს, რომ ძეგლი აქამდე მიჩნეულზე ადრინდელია. დიდი, კარგი მსხვილი კომპლექსი აღმოჩნდა იქ და თან ასთავარია, ეს არის მე-6 საუკუნისა. როგორც არქიტექტურული დეტალებით და კიდევ არქეოლოგურმა კვლევებმა გვაჩვენა მე-6 საუკუნისა. ანუ იგივე პერიოდია, რაც ნეკრესის მონასტერი. 2010 წლის შესანიშნავად ჩატარებული რესტავრაცია კონსერვაციის შემდეგ ნოდარ ბახტაძეს იქ სტუდენტები თითქმის ყოველწლიურად ჩაჰყავდა. ერთხელაც 2021 წელს სწორედ სასწავლო ექსპედიციის დროს სამების სერის დანახვაზე სახტად დარჩა. თავზარდაცემულმა რომ ასეთი ის არის ბარბაროსობა და დამახინჯ და იქაურობა თვითონ იმაზე აღარც კი მომივლია ეს ადგილები რომ არქეოლოგიური წყობა დაზიანებული იყო იქ, იმიტომ რომ მონასტრის კომპლექსია და კარგი თვითონ ეკლესიამდე არ მიაღწია ამ ჩამოჭრამ, მაგრამ იქ სხვა ნაგებობები ხო შეიძლება დაზიანებული იყო, მაგრამ რაც უკვე გადაყარეს და აღარ არსებობს, როგორ მივხვდებოდი რა დაზიანდა. დიდი ალბათობა არის, რომ არქეოლოგიურადაც იქ რაღაც ნაგებობები მოიწმო საერთოდ და გადაიყარა ფენები. უსახურ შენობას დარღვეული ჰქონდა ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური საზღვრები, რომელიც კანონით მკაცრად არის განსაზღვრული და დაცული უნდა იყოს. პროექტში კაფე-რესტორნად მოხსენიებული ნაგებობა ტაძრიდან 100 მეტრშია, როდესაც კანონი ძეგლიდან 300 მეტრის რადიუსში ჩარევას კატეგორიულად კრძალავს. ზემოთ იმხელა ეკლესია რომ არის იცით ხომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? შედი რო არის. როგორ არ ვიცი ბატონო? და ვინ დააშენდა ეს ეკლესია, იცი? თქვენ ააშენეთ მე-10 საუკუნეში? მე საუკუნეში არა, დაგავაკეთე დონი და დავიწყე რესტავრაცია მაგის. ეს იგივეა ჯვრის მონასტრის კალთაზე, ცხედას რო გადმოყურებს, ერთი ცათამბჯენი რო აღმართოთ. 50 მეტრზე ახლოს არის და ვიზუალურ დაცვაზე ხო საერთოდ კატასტროფაა, იმიტომ რომ 9 კილომეტრი უნდა იყოს ვიზუალური დაცვის ძეგლი. ეს ხო კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალური ძეგლია აღიარებული და აქ თავისი ვიზუალური და რაღა ვიზუალური კი არა, პირიქით. ეს ამახინჯებს კი არა ამ ეკლესიას, ეს რაც ჩამოიჭრა ეს და გაკეთდა უაზრო რაღაც ტერასა და დამახინჯდა ბუნება. ამის გარდა ეს მონასტერი ისედაც ახლა მთის წვერზეა და დანახვა უნდა და პირიქით უნდა გამოაჩინო და ეხლა უკვე საერთოდ აღარ ჩანს. ანუ დამახინჯდა, ანუ ესე იგი დომინანტი ესე იგი საკმაოდ ლამაზი კონუსის ფორმის მთა, რომელიც წვერზე იყო ეს შესანიშნავი ლამაზი ეკლესია, ეს მთლიანად გაქრა. ნოდარ ბახტაძე 35 წელია ყვარლის შუა საუკუნეების ძეგლებს იკვლევს. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ყვარლის სამების ეკლესია ნეკრესის გაგრძელებად აშენდა და დიდი ალბათობით ასურელი მამის აბიბოს ნეკრესელის დაარსებული მონასტრის ბერები სწორედ იქ ცხოვრობდნენ განმარტოებით. ალაზნის გაღმა მხარიდან შენებაა ხომ კახეთის ჯერ მწვანე მთები, მერე თეთრი კავკასიონი, აი ამ მთების ფონზე ნეკრესის მონასტერი კალთაზე ყოხტად შეფენილი და დომინანტი აი ის იყო სწორედ მანამდე და ეხლა როდესაც გამოიხედავ აი თელავის მხარიდან, წინანდალის მხარიდან, ესე იგი ეხლა ჩანს ეს ჩამოთვლილი დამახინჯებული მთა. თან შესანიშნავად ჩანს რომ ეს არის ჩამოთვლილი მთა. უცხოელი ტურისტები და კოლეგები რო ჩამოდიან ხოლმე ჩემთან მაგალითად, მეკითხებიან ხოლმე რამე კატასტროფა მოხდა აქ ამ თავს რო დაინახავენ. სულ ყველა დარწმუნებულია რომ რაღაც კატასტროფა მოხდა და ნუ სხვა რა გზა ქონდა ჩამოშლილა მთა და ფაქტიურად აი კახეთის მასშტაბით არის ლანდშაფტის და ვიზუალური ეს ულამაზესი წარმტაცი ხედები დამახინჯებული ამ ერთი ახირების გამო. ალო, ბატონო როსტომ, გამარჯობა. გამარჯობა. როსტომ სესიაშვილი 2017-2021 წლებში ყვარლის მერი იყო. მისი მტკიცებით, სამების მთის ბიზნესმენს მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია. მას კი არ ჰქონდა უფლებამოსილება ეს ახირება კანონის ძალით შეეჩერებინა. და მთლიანად რომ დამახინჯდა აქაურობა და გვერდზე რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამითაც არ შეგეძლოთ ჩარევა?
რაც ხმაქვს ინფორმაცია სამინისტრო და გარემოს დაცვასთან ხანგრძლივ პერიოდის განმავლობაში სასამართლოები და სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობდა. ნებართვის მისაღებად სამშენებლო ნებართვაზე პროექტიც კი ვერ წარადგინა მაგის გამო, იმიტომ რომ აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით ორ თუ სამ უწყებასთან ჰქონდა სასამართლო პროცესი. ბიზნესმენმა ყვარლის მერიას პროექტის დასამტკიცებლად გაგანია მშენებლობის დროს მიმართა. მუნიციპალიტეტმაც უკანონო მშენებლობა არ შეიმჩნია და პროცედურებს მიჰყვა. თავის მხრივ მოითხოვა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან. სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის ხდომაზე განხილულ იქნა და უარყოფითად შეფასდა ქალაქ ყვარელში სამების ეკლესიის მიმდებარედ შპს ბიზნეს იმპერიას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კაფე რესტორნის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია. განხილვის შედეგად აღინიშნა, რომ დაუშვებელია ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი ლანდშაფტის მსგავსი სახით ხელყოფა, მით უფრო ტაძრის დამცავ ზონაში. ზუსტად ამ მოჭრილი მთის ძირში გადის ყვარელი-თელავის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა. კიდევ ამ მთის გვერდით მიდის ილიას ტბისკენ მიმავალი სამანქანო გზა. შეუძლებელია აი ამ ცენტრალური გზების შუაგულში მოქცეული მთაზე სამუშაოები დაეწყოთ, ასეთი ვანდალური სამუშაოები და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს, გადაწყვეტილების მიღებ პირებს, რომლებსაც შეეძლოთ ამ უკანონო სამუშაოების შეჩერება, არ ქონოდათ საკმარისი ინფორმაცია. სამების სერის მეორე მხარეს, მთაზე, რომელსაც ხალხში კუდიგორას უწოდებენ, მეორე მსგავსი შემთხვევაა. მოკლედ, ესეც კუდიგორის მთის გაგრძელებაა, მარჯვენა მხარე. აქაც მოჭრილია მთა და ფერდიც ჩამოჭრილია. ამ მთის ძირში, ამ მოჭრილი მთის ძირში, სასტუმროს და ღვინის საწარმოს აშენებენ წილოსანები. ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის ბიძაშვილზე, გვანცა წილოსანზეა გაფორმებული აქაურობა. პაბელონის ჭიშკართან გვხვდებათ წარწერა. სასტუმრო, მეღვინეობა და რესტორანი. და მედიის არ შეშვებაზე სასტიკად გაფრთხილებული დაცვა. და გაფრთხილებული ვიყავ სასტიკად რა შემოყარა. რომ ტელევიზია არ უნდა მოვიდეს ახლა. რატო ვიკბინებით თუ რა? სრულყოფილ დიზაინს დეტალები ქმნის. ჩვენს დიზაინზე მუშაობისას ვეცადეთ შეგვერჩია ისეთი მასალები, რომელიც სივრცეს, ავთენტურობასა და სითბოს ძენს. ყველა მასალა მაქსიმალურად ავლენს კახეთის ბუნებრივ ფერსა და ხასიათს. წერენ პაბელონის მარკეტოლოგები. მართლაც დეტალებია, რაც ბიზნესის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ბუნებრივ გარემოში ასეთი უხეში ჩარევა, მთისთვის მოჭრილი თავი, ლანდშაფტის იგნორირება, ცუდი არქიტექტურა, ხედვის არქონა. კანონი რომ გავალდებულებს, იმ ნარგავების შენარჩუნება ამ წესით კახეთის ბუნებრივი ხასიათის მოფრთხილება კი არა, პირიქით არის ტოტალური არცოდნა ან ტოტალური უგულობა. საბუთებით არ მტკიცდება, რომ აქაურობა ნინო წილოსანს ეკუთვნის და არა მისი ბიზნესების მმართველ ბიძაშვილს. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ მკაცრად დაცული მწვანე ზონის, ტყის მასივის დაუფლება და იქ მშენებლობის უფლების მიღება ოცნების სპიკერის გავლენის გარეშე შეძლეს მისმა ნათესავებმა. დღეისათვის მოჭრილ მთაზე რკინა-ბეტონით უკვე მოწყობილია საცურაო აუზი. პროექტის მიხედვით აქ კიდევ 6 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. წილოსანები ილიას ტბის პირას 3 ჰექტარს ფლობენ. იმას, რაც დღეს მათი სამშენებლო მოედანია, ადრე ასევე ტყის სტატუსი ჰქონდა. ეს მამულები 2018 წელს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად, კვადრატული 5 ლარად იყიდეს. ეს დამახინჯებული ლანდშაფტი კანონის იგნორირების, საკუთარ ბიზნეს მადაზე მორგების კლასიკური მაგალითია. ამის ფონზე კიდევ უფრო ცინიკურად ჟღერს ნინო წილოსანის ეს განცხადება. მაშინ ის პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. დღეს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა და ძნელად მოხერხდებოდა ისეთი ღონისძიება მოგვეფიქრებინა, რაც დღეს არის. დღეს ჩვენ ტყის კოდექსს ვიღებთ და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. ამით აწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, ტყის მოვლის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ ევროპულ სტანდარტებზე. ყვარლის მთებს, პოეტური ჰიმნების საგანს წარსულში, ასე ექცევიან ქართული ოცნების ეპოქაში დღეს. თავნებობა,
გულგრილობა, კანონის უგულებელყოფა. ყველაფერი ჩანს ერთი მთის ორ კალთაზე. თავის მოჭრა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ველურებად ვხდებით პირდაპირ ნებისმიერ ტურისტთან, უცხოელთან, თავი გვეჭრება პირდაპირ ვთქვათ რა. ბრუნდებით ეთერში, ახლა ყველა ჭრილობა ერთად გამეხსნა. ნამდვილად ყველა იმ თემაზე, რაც ადრე დაგვიმუშავია და რაზეც დაახლოებით იგივე სურათია, შეიძლება უფრო ცუდიც და გელა რა მოიძიე კიდე ახალი მასალები და გარემოებები რა შეიძლება. უბედურება სწორედ იმაშია, რომ კუდიგორა არ არის გამონაკლისი. დღეს ჩვენ ამ სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ კიდევ არაერთ სხვა შემთხვევაზე, მაგრამ კუდიგორის საქმე ცხადყოფს, რომ რაღაცნაირი სინთეზია ერთად კორუფციის, პოლიტიკური გავლენების და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ერთად. მაგრამ ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ რეპორტაჟში ვნახეთ, არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების გულგრილობის, თამდობის ბოროტად გამოყენების, ფეხებზე დაკიდების, პირდაპირ უნდა ვთქვათ, გულგრილობა სიტყვა ვერ გამოხატავს იმას, რისი შედეგიც არის ეს კუდიგორას შემთხვევა, ხომ? მინდა დავიწყო, მე მონიშნული მაქვს ზოგიერთი რიცხვი და დრო მნიშვნელოვანი. ანუ ეს ყველაფერი, როგორც ვნახეთ რეპორტაჟიდან, კუდიგორას თავი აქვს ორ ადგილას მოჭრილი. ერთ შემთხვევაში, სადაც ეს ყველაზე მასშტაბური საგანგაშო და კატასტროფულია, არის ვანო ლომიძის დამსახურება, ვინ არის ვანო ლომიძე, ამას მოვყვებით მოკლედ მაყურებლისთვის და მეორე შემთხვევაში წილოსანების კვალია, ხო? პაბელონი. პირველ შემთხვევაში დიახ პაბელონი, რომელიც უკვე ილიას ტბის მიმდებარედ არის თავმოჭრილი ეს კუდიგორა. სამების სერის მეორე ნაწილი. მაგრამ პირველ შემთხვევაში ვანო ლომიძის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ესე იგი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო ეს პროცესი, როდესაც მთავრობამ 3 ჰექტარ ტყეს კუდიგორის მთაზე მოუხსნა ტყის სტატუსი. ამ სტატუსის მოხსნიდან ზუსტად 2 თვეში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ტერიტორია 3 ჰექტარი გაყიდა და მიჰყიდა ვანო ლომიძეს. ანუ აქაც ხომ ჩანს რა შეხმატკბილებასთან გვაქვს, რა ინტერესებთან გვაქვს საქმე და როგორ ესე წყობით მუშაობენ სახელმწიფო უწყებები ამ შედეგის მისაღებად. ანუ მოუხსნეს სტატუსი, გაყიდეს, მიყიდეს და შემდგომ რა ხდება? ახლა ვანო ლომიძემ ჩვენს რეპორტაჟში და ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა დასამახსოვრებელი ფრაზები, არ ვიცი, ამ აღვირახსნილობას, არ ვიცი რა ქვია ამას, რომ თურმე 10 სანტიმეტრიანი ფენა ჩამოჭრა იქ მხოლოდ და დელო იყო და მან მხოლოდ ეს მოასუფთავა და არაფერი არ აუშენებია. პირდაპირ გაბრმავებს ყოფნის ამის უტიფრობა სამწუხაროდ, ვერ ვიკავებ თავს დღეს შეფასებებისგან, გამონაკლისის შემთხვევაა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, ახლა მე გვერდ დავიწყებდი მეტრიანით გაზომვას, მაგრამ Google-ის თანამგზავრული ფოტოებით და სატელიტური მონაცემებით გავზომეთ ყველაფერი. და მინდა გაგიზიაროთ ეს საგანგაშო მასშტაბი, რაც ვნახეთ. ანუ მოჭრილი მთა ეკლესიიდან არის სულ რაღაც 130 მეტრში. კანონმდებლობით ვიზუალური დაცვის არეალი არ უნდა იყოს არანაკლებ 300 მეტრის, ანუ 300 მეტრზე ნაკლები. ანუ აქ კანონმდებლობა არის პირდაპირ დარღვეული. ახალგაჭრილი ასასვლელი გზა ტაძარს 99 მეტრში უახლოვდება. ანუ 130 კი არა, კიდევ უფრო ვიწროვდება გზის მუხლით ეს მანძილი. მთის წვერი ვერტიკალურად, სადაც მთა არის ჩამოჭრილი, ეს კლდოვანი, მინიმუმ 11 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოჭრილი, რასაც ვანო ლომიძე 10 სანტიმეტრიანი ფენის ჩამოჭრას უწოდებს. ჰორიზონტალური ჭრილის სიგრძე, ანუ საიდანაც მთა იმ რაღაც მახინჯი ფილარმონიის შენობის კიდემდე, არის დაახლოებით 108 მეტრი. ანუ რა მასშტაბზია საუბარი. მოჭრილი კლდოვანი მასა არის მოჭრილი მთის ორივე მხარეს გადაყრილი. მარცხენა მხარეს ნაყარის სიგრძე 175 მეტრს აღწევს, ანუ რამხელაა მასშტაბი და მარჯვენა მხარეს 138 მეტრს. და თვითონ ეს გზა, რომელიც თელავი-ყვარლის დამაკავშირებელი სამანქანო გზიდან აყვანილია ამ ეგრეთ წოდებული ფილარმონიამდე კაფე-რესტორანს რომ უწოდებენ, მშენებარე კაფე-რესტორანს, არის დაახლოებით კილომეტრი, 1 კილომეტრის სიგრძის. აი ვანდალიზმს აქვს ეს მასშტაბები, რაც ვნახეთ კუდიგორის მთაზე.
ყველაფერი ეს რომ გააკეთა ვანოლომიძემ თავისი კომპანიით, რომელსაც შეპესე ბიზნეს იმპერია ჰქვია, ხოლო ამის შემდეგ კი სახელიც მეტყველებს მასზე, ნიშანდობლივია ნამდვილად. და ამას არ ვიცი ალბათ რამდენიმე 2 წელი მაინც მოანდომა, იმიტომ რომ რაღაცა დაიწყო, მოჭრა, აიყვანა და მე ამის მშენებლობა დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი წერილობითი რეაგირება, ჯარიმა, შეჩერება, გამოსწორება, არ ვიცი, დაყოვნება, არაფერს ადგილი არ ქონია და ეს ყველაფერი რომ გააკეთა, აი წესიერი მეცნიერი რომ ვახსენე, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა ბატონ ნოდარ ბახტაძეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და არქეოლოგს, რომელმაც ამ თავისი ხმაურით თავისი არ ვიცი შეუპოვრობით შეძლო და რაღაცნაირად შეაფერხა ეს ყველაფერი, ხოლო ამის შემდეგ 2023 წლის 28 ივნისს მიმართავს ვანოლომიძე ყვარლის მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ანუ ყველაფერი აშენებულია, ყველაფერი გაუხრებულია, ყველაფერი გაჭრილია და მშენებლობის ნებართვას ითხოვს ამ დროს და რა შეება ყვარლის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აგზავნის ამ განცხადებას და სინამდვილეში აქაც კანონს არღვევს ყვარლის მერია. არა მხოლოდ გულგრილობა, თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინეს, ძეგლი რომ დაამახინჯეს და ეს ბუნება გაანადგურეს, არამედ როდესაც ეს მშენებლობა თუ რაღაცა ეს სამუშაოები ამ ეტაპამდე იყო უკვე მისული, მათ საერთოდ არ უნდა დაეწყოთ შეთანხმების პროცედურები. კანონმდებლობა ავალებს, რომ ჯერ სანქციები უნდა გაეტარებინათ, ან დემონტაჟი განეხორციელებინათ, არათუ პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გაეგზავნათ შეთანხმების პროცედურისთვის ეს წერილი. აქაც დაარღვიეს კანონი. ვინ არის თვითონ ვანოლომიძე? ესე მე გითხარით გადაცემის დასაწყისში, რომ წლების განმავლობაში კახეთში ვმუშაობდი, იქ ვცხოვრობ, იქ დავიბადე, იქ გავიზარდე. მახსოვს 2009 წელს როგორ გამოჩნდა ვანოლომიძე თავისი სკანდალური შემთხვევით საჯარო სივრცეში. მან ის იყო ოპოზიციის, კერძოდ ალიანსის საქართველოსთვის ირაკლი ალასანიას პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი და ერთ დღეს უკვე ჟურნალისტად მუშაობდი იმ რეგიონში, თქვა რომ მას თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომანქანა დაუწვეს. სინამდვილეში მეორე დღეს ადგილობრივმა პოლიციამ ის დააკავა თაღლითობის ბრალდებით და გავრცელდა მისი აღიარებითი ჩვენება, რომ ეს გააკეთა მან თვითონ, იმიტომ რომ წინასაარჩევნო თავი გაეპიარებინა პოპულარიზაციის მიზნით. თუმცა მოგვიანებით მან ეს ჩვენება უარყო და ეს ყველაფერი პოლიციის ზეწოლას დაუკავშირა. უკვე წლების განმავლობაში მის შესახებ არაფერი აღარ ვიცით, მაგრამ ამ ქმედებით თავი ნამდვილად დაგვამახსოვრა და დღეს მისი ამბიციები უკვე წუდება სახელმწიფო სტრატეგიულ ინდუსტრიას, კერძოდ 2022 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა შეპესე დელტა FDI, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს პარტნიორი კომპანია და საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების წარმოებითაა დაკავებული. გესმით რაზე ვლაპარაკო? კომპანია არის დაკავებული საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების წარმოებით დელტასთან ერთად და ეს დელტა არის სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის მფლობელიც მესაკუთრეც არის სახელმწიფო, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტრო. და ამ შეპესე დელტა FDI-ში, რომელშიც ვანოლომიძეც ფიგურირებს როგორც 30%-იანი წილის მფლობელი. ხო, მოკლედ, პირველ კომპანიაში 20%-ს წილს ფლობს სახელმწიფო კომპანია დელტა, 80%-ს ფლობს FDI Falcon Dynamic. და აი ამ მეორე კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია სწორედ ვანოლომიძე. გარდა ამისა, ის არის ასევე აზერბაიჯანელი მილიონერის ელბრუს ნაბიევის პარტნიორი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა, სწორედ ამ კომპანიას, რომელსაც ქვია შეპესე კრისტალ ბილდინგი, უკავშირდება ქობულეთის სანაპიროზე მნიშვნელოვანი საქმე, კერძოდ ამ კომპანიას ქობულეთის სანაპიროზე აჭარაში 7 ჰექტარზე მეტი პრემიუმ კლასის მიწისნაკვეთი მისცეს სიმბოლურ ფასად. იმ პირობით, რომ იქ 200 ნომრიანი სასტუმროს და 30 მილიონიანი ჯანმრთელობის ცენტრი უნდა აეშენებინა, ეს პროექტი კომპანიამ ჩააგდო, მთავრობა მათ საჯარიმო სანქციები აპატია, ყველაფერი მოკლედ, ვალდებულებები გაუგრძელა, დაუსაბუთებლად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მას შემდეგ, რაც ეს ვალდებულებები გაუგრძელეს 2025 წლის მარტში, ლომიძის და მისი პარტნიორის კომპანიამ ქონების, ანუ მათ შორის ამ მიწის 50% გაყიდა და ჩვენ ვერ ვნახეთ ბევრი რამ უკვე, იმიტომ რომ ტრანზაქციის ფასი თვითონ საჯარო რეესტრში კომერციულ საიდუმლოებად არის მიჩნეული. მოკლედ, აი ჩვენ ამ კუდიგორის მთის ჩამოჭრის შემთხვევაში შემხებლობა გვაქვს არა რიგით პირთან, არამედ ქართული ოცნების ნდობით აღჭურვილ მასთან დაახლოებულ
ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენთან, რომელმაც გაანადგურა იქაურობა. აქვე აუცილებლად სანამ გადავალ სტუმრებთან უსათუოდ უნდა კითხო გელა შენ ახსენე ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი და მისი შესაძლო გავლენა მეორე უდიგორის მთის მეორე ფერდობის მშენებლობასთან დაკავშირებით. რითი მტკიცდება ეს გავლენები? ხა ბიზაშვილმა შეიძლება თქვა რაღაცა ბიზნეს პროექტი დაიწყოს, ოღონდ აი მისი გავლენა რითი? კი, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ უკვე ჩვენ სტუმრებს მივცეთ შეფასებებისთვის მნიშვნელოვანი დრო, აქაც სტრუქტურა, ანუ ეს ფორმულა იყო იგივე, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სახელმწიფომ ილიას ტბის მიმდებარედ 3 ჰექტრამდე მიწა გაყიდა საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად, 5 ლარად და 7 თეთრად კვადრატული მიწა. ესე იგი ეს გაიყიდა პირობით, რომ 48 თვეში იქ უნდა აშენებულიყო ღვინის საწარმო და სასტუმრო, ეს პირობები დაირღვა, ვერ აშენდა 2 წლის განმავლობაში, მაგრამ სახელმწიფომ აქაც სანქციები არ გამოიყენა და ყველაფერი აპატია კომპანია შეფასე ღვინის გზა 2017-ს, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი მესაკუთრე და დირექტორი გახლავთ ომარ ხატიაშვილი, იყო ომარ ხატიაშვილი და როდესაც სახელმწიფომ მას ამ კომპანიას ეს ვალდებულებების შეუსრულებლობა აპატია და გაუგრძელა ეს ვადა 2025 წლამდე, სწორედ ამ პერიოდში ამ კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე ხდება გვანცა წილოსანი. გვანცა წილოსანი გახავთ ქართული ოცნებიდან დეპუტატ ნინო წილოსანის ბიძაშვილი და მისი ბიზნესების ყოფილი მმართველი. დღეისათვის უკვე ამ მოჭრილი მთის ძირში არის ორსართულიანი სასტუმრო და ღვინის საწარმო და ზემოთ მთის წვერზე არის აშენებული მხოლოდ საცურავ აუზი და იქვე არის დაგეგმილი 6 სასტუმროს მშენებლობა. ეს არის კუდიგორის მთისთვის თავების მოჭრის ამბავი. მადლობა გელა, ძალიან დიდი მადლობა რეპორტაჟი ნახა უკვე მაყურებელმა. მარინა, ჩვენ პირდაპირ რომ გადავიდეთ ალბათ შეკითხვაზე, რა შეიძლება უშუალოდ ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კერძოდ გულისხმობს სწორედ ყვარლისამებას. ახლა აი ამ მოცემულობაში რა შეიძლება რომ იყოს გამოსავალი? ხო, გამოსავალი ალბათ, რა ვიცი, ამ უკვე არსებული ნაგებობის მორღვევა იქნებოდა და კვლავ მწვანე საფარით დაფარვა. ხა რეკულტივაცია, რეკულტივაცია, ხო, ესე იგი მთის აღდგენა რამდენი შესაძლებელი არ ვიცი, მაგრამ მთლად შეუქცევადიც ჯერ არ უნდა იყოს ალბათ ეს პროცესი და რამდენადაც შეიძლება გახდეს შექცევადი, უნდა იქცეს ასეთად. კიდევ ერთ დავამატებდი, რომ აქ გელამ აღნიშნა, ესე იგი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მდებარეობა, ხო, ამ ეკლესიის კომპლექსის მიმართ, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ფართო გაგებით ალაზნის ველის არეალში ხდება მთელი ეს კუდიგორის მთა და განაშენიანება, უკვე ახალი განაშენიანებაც, რაც კიდევ უფრო დიდ ზიანზე მეტყველებს, იმიტომ რომ არა მხოლოდ ამ ყვარლის ეკლესიის ვიზუალური დაცვის ზონაში ხდება, არამედ ალაზნის ველი მოგახსენებათ გახლავთ უნიკალური კულტურული ლანდშაფტი, რომელიც ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში. მაგრამ აქვე დავძენ, რომ რადგან კახეთზე საუბრობდა ალაზნის ველზე, ეს არ არის სამწუხაროდ ერთეული შემთხვევა, როგორც თქვენ აღნიშნეთ გელა, ამთავითვე, ანუ ეს არის უკვე რაღაც თითქმის ხო, ტენდენციად შეიძლება მოვიხსენიოთ და ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვან სწორედ ალავერდის საკათედრო ტაძრის პირდაპირ გვერდით აშენებულ უშუალო სიახლოვეს აგებულ ამ მახინჯ სასტუმროს ბადაგონის მიერ აშენებულ აგებულ ამაზეც ჰქონდა ჩვენ რეაგირება თავის დროზე, მაგრამ არავინ არ მიაქცია ყურადღება. ბადაგონის და ეპარქიის ბოდიშ ჩაჭრისთვის კოლაბორაციით ერთად, იმიტომ რომ ჩვენაც ვიკლავდით, კარგად იკვეთებოდა მეუფის და ეპისკოპოსის წვლილი და როლიც მათ შორის ამ უკანასკნელში. ნუ ალბათ, იმიტომ რომ იქვეა ახლა ალავერდის ტაძარი და ჩემთვის გასაოცარი იყო ეს ამბავი საერთოდ წარმოუდგენელი, აი არც მჯეროდა როდესაც ნახეთ ეს გეგმა და უკვე დაწყებული იყო მშენებლობის პროცესი, იმიტომ რომ თან როგორც წესი პოსტფაქტუმ ვიგებთ ხოლმე, იმიტომ რომ წინასწარ არაფერი არ არის, გამჭვირვალობა არ არის, როგორც ამ შემთხვევაშიც და შესაბამისად ხა მონიტორინგის სამსახურიც ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს, სახელმწიფო უწყებები ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს და მოკლედ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა და ისევ მოჭრილთასთან მიმართებით გავიხსენებ კიდევ თბილისის მაგალითებს, თბილისში ვიმყოფებით ახლა და არ შემიძლია რომ არ ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და არ თქვა რომ ჩვენს გვაქვს ასეთი ძიმე მაგალითები, კერძოდ პანორამა თბილისი და თბილისის უნიკალური ლანდშაფტის განადგურების
ასეთი უმტკივნეულესი მაგალითი, მიუხედავად ძალიან დიდი საზოგადოებრივი მოძრაობის და პროტესტის გასვოთ თავის დროზე. მახსოვს ჩართულები ყველანი ვიყავით ქუჩაში, მაგრამ ამან არ გაჭრა და მაინც მოიჭრა ეს მთები თბილისის თავზე და თბილისის აი უნიკალური მართლაც ქრესტომატული ლანდშაფტი ფაქტობრივად განადგურდა, ანუ და სხვათა შორის როცა ტურისტულ მიმზიდველობაზე ლაპარაკობენ ხოლმე და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ თქვა სარგებელზე საოცრება ის არის რომ ტურისტი რომელიც ჩამოდის სწორედ იმ ლანდშაფტის სწორედ რა თქმა უნდა იმ სიძველისთვის ჩამოდის და იმ ისტორიული ძეგლებისთვის და ბუნებისთვის და არა პაველონისთვის და თქვა რაღაცა საკონცერტო დარბაზების რა თქმა უნდა და აქვე აღნიშნა მირზაშაფის განაშენიანება ძალიან დიდი პოდიში მაგრამ ასევე იქ კლდეები მოიჭრა კლდე მოიჭრა უზარმაზარი აბანოთუბანში ძველი თბილისის გულში აი საიდან ფაქტორად დასაბამი მიეცა ყოველთვის ლეგენდის მიხედვით მაინც რა თქმა უნდა უფრო ადრეც იყო აქ დასახლებები მაგრამ მთელი ეს თბილისის ისტორიის დაარსების ისტორია უკავშირდება მაინც აი ამ ადგილს ხო და სწორედ აი იქ მოიჭრა ეს უზარმაზარი კლდე და დღეს საშინელი აი უმახინჯესი რაღაცა კომპლექსი არის აშენებული უკვე, რომელიც ეკიშება ნარიყალას, ეკიშება იქ არსებულ ეკლესიას, აბანოთუბანს, ყველაფერს ამ მთელ ისტორიულ ქალაქს და მოგეთ ეს არის უმძიმესი ტენდენცია, რომლის მომსწრენი ჩვენ ყველანი ვართ და კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული მაგალითი ყველასთვის და ამიტომ რა ვიცი, მართლაც მინდა რომ განვაზოგადო აი რაღაცნაირად უფრო ისეთ ფართო ჭრილში შეგვეხედა რომ ჩვენ გვაქვს მართლაც ძალიან დიდი სისტემური პრობლემა და სისტემურში გულისხმობ არა ვთქვათ ინსტიტუციურ გაუმართლობას, მხოლოდ გაუმართავობას თუ საკადრო პოლიტიკას, ვთქვათ არასწორს და მაგრამ აი პირველ რიგში კანონის უგულებელ ყოფას და აი მემკვიდრეობის დანაშაულებრივ პოლიტიკას, იმიტომ რომ ეს უკვე პოლიტიკა არის, ხო, აი რაც რეალური პოლიტიკა ეს არის, რაც არ უნდა კანონი გქონდეს, თუ ის არ მოქმედებს, თუ ის არ კანონობს, თუ ის არ სრულდება, ხო? რეალურად, ხო, რეალური ხედვა რეაგირებისაც მათ შორის კულტურის პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობის არის მართლაც დამანგრეველი რა და მე ხანახანს მეჩვენება რომ რაღაც მიზანდასახული მცდელობაა რომ მოიშალოს ჩვენი ისტორიული წარსული, მოიშალოს იდენტობა, მოიშალოს ჩვენი ღირებულებები, ფასეულობები, ასე ნელ-ნელა იქ ტყის განადგურებით, იქ ძეგლის, იქ ალაზნის ველის დამახინჯებით, იქ ხადის ხეობის განადგურებით და იქიდან მკვიდრი მოსახლეობის აყარით და მთელი ამ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვით, ხო? იმიტომ რომ ეს პოეზია, ადათ-წესები, მეცხოველეობა იქნება თუ სოფლის მეურნეობა იქნება თუ უმდიდრესი ტრადიციები ხო სრულებით დაიკარგება ხო დაკარგულია უკვე ხადის ხეობაში და ასე შემდეგ ან ძალიან გრძელი ჩამონათვალეა უბრალოდ თბილისში რა ხდება ეხა თუნდაც რა ვიცი თუნდაც ვერაზე ეხა თბილისი ფაქტობრივად ბეტონის ჯუნგლებად იქცევა ხო ეს ვარდების და ჯერ ჩვენ გზაში ვართ ჯერ ბოლოში ქალაქი მზის იმიტომ რომ ზე აღარ აღწევს ამ ბეტონის ჯუნგლებში მალე ვეღარ შეაღწევს და ვარდებიც ვეღარ გაიხარებს შესაბამისად თბილისში. ანუ რაღაცა ესეთი ძალიან მძიმე სინამდვილე დაგვიდგა და რა ვიცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ საზოგადოების გამოფხიზლებასაც ამ თვალსაზრისით რომ რაღაც ყველამ ჩვენი სათქმელი ვთქვა და რაღაცა ყველამ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ჩვენი ეს უდიდესი საგანძური არ დავკარგოთ ეს უდიდესი ფასეულობა. მანია თან აქ აუცილებლად ალბათ ხაზი უნდა გაესვას და გელად ამეთანხმება ამაში რომ ჩვენ ახლა ბოლო პერიოდში ხემაღალი ღვერკი, კურსები, რაჭა, ყველა ის თემა რომელზეც გიმუშავია, ხო? რო უყურებ, აი ახლა მით უმეტეს გლობალური ვთქვათ კლიმატის ცვლილების პერიოდში ამ ტიპის ჩარევები სულ რომ ყველაფერს თავი გამონებდა ეს ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს ეს ყველაფერი ეს ხომ ერთობლივად სახელმწიფო მთლიანი პოლიტიკის ნაწილებია ხო მაგრამ არ არსებობს სახელმწიფო ნება რა თქმა არ არსებობს სახელმწიფო ნება დღეს ვისაც აქვს ხელში ძალაუფლება მათ არ აქვთ სწორი ხედვა, არ აქვთ ნება, არ აქვთ კეთილი ნება და არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ ეს მემკვიდრეობა და ეს გარემო, ეს ბუნება, ანუ შეუნარჩუნონ ქვეყანას და მომავალ თაობებს. მათ არ აქვთ სათანადო განათლება, არ აქვთ მგრძნობელობა და არ აქვთ გემოვნება. და აი ამ
და ეს ხალხი მართავს ბევრი ფული როგორ გრძნობელობა არ აქვს საკუთარი ისტორიისადმი, საკუთარი წარსულისადმი, საკუთარი ღირებულებებისადმი და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იწირება პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი განუმეორებელი ბუნებაც. ნამდვილად. ნოდარ, აი სულ მახსენდება, როცა სადღაც ვარ რომელიმე ქვეყანაში და თქვა შევხედავ კი კლდეზე შეიძლება იდგეს რაღაცა თქვა შენობა, ნაგებობა, რომელიც იმდენად ორგანულად არის ლანდშაფტში ჩასმული, რომ საერთოდ ვერ იგრძნობ, რომ იქ რაღაცა უხეში ხელია ჩარეული ამ ყველაფრის მშენებლობაში. ანუ ჩვენ კონკრეტულად რო ვთქვა რასთან გვაქვს საქმე მართლა უცოდინრობაში და არავით არ ვთქვა პროფესიონალის აზრის გათვალისწინების სრული იგნორი ხდება თუ აი რა არის ეს მართლა პოლიტიკური ნება გავშიფროთ უფრო დავანაწილოთ და გავშიფროთ ეს მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით თქვენს და ტელეკომპანიასაც, რომელმაც რეალური სივრცე, ღია სივრცის სახით შეიფარა და მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა და ეს იყო პრინციპში საზოგადოების დაფინანსებით ბოლო წლებში ნამდვილად ერთადერთი გადაცემა, სადაც შეიძლებოდა რომ მსგავს საკითხებზე ესაუბრა საზოგადოებას მიეტანა საკუთარი ტკივილი, განურჩეულად იმისა, რას ეხებოდა ეს პრობლემა. და მიხარია რომ ამის შესაძლებლობა დღეს კიდევ არსებობს. კი, დიდი მადლობა. ამ უთულეს პრობლემას სინამდვილეში ეს ხომ არის ჩვენ აქ რამდენიმე მაგალითი დასახელდა, ხო, ეს არის გამოხატულება იმ სისტემური პრობლემებისა ცალკეული გამოვლინებები. ჩვენ ასეთ გამოვლინებებს ალბათ ზოგმა უფრო მეტი იცის, ზოგმა ნაკლები, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტი იცის მოსახლეობამ, რომელიც საკუთარი თვალით ხედავს მის ირგვლივ რა ხდება. ამას ჩვენ მტკიცება არ ჭირდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განურჩევლად პოლიტიკური გებოვნებისა საკუთარ სოფელში, სადაც საქართველოში, სადაც სოფლებში არ არსებობს სოფელი, მე მგონი 5-ზე მეტი ისტორიული ძეგლი რომ არ იყოს. გაიხედონ მათ ირგვლივ, კიდევ ამბობ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. შეხედონ და ნახონ რა მდგომარეობაში არის. ეს არის ის რეალობა, რაც შეეხება ახლა ვახსენეთ პოლიტიკური ნება. მე მგონია რომ ეს აი პოლიტიკური ნება ის და ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ისეც არ ააშენებ, რომ არ დაამახინჯო. აშენების წინააღმდეგ არავინ არაფრის არ არის. უბრალოდ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ კორექტულად გააკეთო, მაგრამ ნება ამ შემთხვევაში ნება არაფერ შუაში არ არის. სახელმწიფო ვალდებულება აქვს მას. ნება არაფერ შუაში არ არის. სახელმწიფო ვალდებულია რომ კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას. ამიტომ როდესაც ესეთ რაღაცებს ხვდებით, ეს არის ერთეული გამოვლენა, კიდევ ამბობ და ხშირად იყო აი გადაცემის სიუჟეტში ნახსენები სიტყვები კანონიერი დღეს ამ სიტყვებმა აბსოლუტურად დაკარგა მნიშვნელობა. რა არის კანონიერი და რა უკანონო ვერ გაიგებ. შეუძლებელია ხარ საუბარი არის რაღაცაზე, რომ აი კანონიერია მაგალითად ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც გვისაუბრია ამ თემაზე. კანონიერი არის მაგალითად ქოროღოზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი. ოღონდ ეს კანონიერების ფარგლებში ხდება. ანუ ეს არის კანონიერი, როდესაც შეიძლება რომ 1000 საუკუნის ძეგლი გაანადგურო კანონის სახელით. და კანონის სახელით ხდება ყველაფერი ეს. ხა როდესაც უკანონო მშენებლობებზე ეგრეთ წოდებულ უკანონო მშენებლობებზე, იმიტომ რომ დღეს ამას აღარ ქვია უკანონო მშენებლობა. თუ ეს ბიზნეს დასჭირდება, თუ ეს ხელისუფლებას დასჭირდება, პრივილეგირებულ ჯგუფს დასჭირდება, სასულიერო პირებს დასჭირდება, ხშირ შემთხვევაში ყველაზე უფრო სამწუხაროა მთელ ამ ჯგუფში. ხდება უცებ ყველაფერი კანონიერი და საბუთზე სადღაც ფურცელზე აუცილებლად ყველაფერი არის ხოლმე კანონიერი. ნუ ისეთ შემთხვევებიც არის, რომ უნიათობით იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ისე გააკეთონ, რომ ეს უკანონოდ არ გამოჩნდეს. და ამას ჩვენ ჟურნალისტები პოულობენ. რეალურად უკანონო მშენებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ეგრეთ წოდებულ უკანონო მშენებლობაზე რამდენიმე ჯგუფ შეეხება, ხო, ჩვენ ვახსენეთ. ერთი არის, როდესაც სახელმწიფო ინფრასტრუქტურის სახელით იქნება ეს თუ რაღაცა სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ან გზის გაყვანის სახელით. ან ეკონომიკური აღმავლობის აი როგორც არის თქვა ქესების მშენებლობა, როგორც არის აი ხადაში გაყვანილი გზა, ხო? და აი ეს ერთი არის, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს, სადაც ამ პროექტებს ესები იქნება ეს თუ ქარხნების მშენებლობა იქნება, გზის გაყვანა იქნება, ეწირება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მეორე შემთხვევაა, როდესაც ბიზნესი აკეთებს ამას და ამისი საუკეთესო გამოვლენა, რა თქმა უნდა, აქ იყო ნახსენები ბადაგონის მიერ აშენებული ალავერდის გვერდით ეს რაღაცა უზარმაზარი სასტუმრო და ნუ ერთ-ერთი სანიმუშო ალბათ და ხესტომათული, რაც ჩვენ საუკუნეში მოხდა, ეს არის საყდრისი საფეთქება RMG-ის მიერ, რომელიც რაუდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მოგოვლინა კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის ქომაგად. და ეს როგორ მოხდა, ვერ ვხვდები აი თვალსა და ხელშუა ეს როგორ მოხდა, რომ RMG, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, რომელსაც ამდენი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, გზაში როგორ მოხდა მისი ტრანსფორმირება, ძალიან საინტერესო პროცესია, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს უშუალოდ ამაზე მსჯელობა, მაგრამ 29 დეკემბერს 1 საათში მოხდა ეს. იქაც ესე იყო, იქაც სახელმწიფო, იქაც დღეს რო გადახედო, ყველაფერი კანონიერად არის, ყველაფერი ნებართვით არის. დღეს იქ მიმდინარე სამუშაოები, რომელიც
რომელიც კოლოსალურია. უბრალოდ თხოვ მაყურებელს, ვისაც ეს დაინტერესებს, უბრალოდ ჩახედონ, რუკა გახსნან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საიტზე რუკა გახსნან, ნახონ, იქ არის დატანილი რუკაზე ობიექტები, რაც აი იმ ზონაში, სადაც RMG დღეს სამუშაოებს აწარმოებს, რომელსაც მუდმივად აფართოვებს, თქვენ წარმოგიდგენთ 2014 წლის მერე ეს ტერიტორია რამდენად გაფართოვდა. 10 ჯერ უფრო დიდი ტერიტორია და რუკაზე დახედონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იქ სად არის, კუნძულებად არის დარჩენილი, ზოგიერთი გადატანილი უკვე და რამის სასაფლაოებს ქმნიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა, იმიტომ რომ უნდა გადაიტანონ და ვალდებულება. ეს თალკე პრობლემა არის. აი ამ ჯგუფში სახელმწიფოსთან და ბიზნესთან ერთად არიან კერძო პირები, რომელიც ნებართვით თუ უნებართვით აშენებენ ამ ყველაფერს და არის ეკლესია, სადაც ასევე ან ნებართვით ან უნებართვით ეკლესიის ირგვლივ გარკვეული საჭიროებების გამო ხდება მშენებლობები. ყველა ეს ჯგუფი სინამდვილეში, ყველა ამ ჯგუფზე პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ნებართვით იყო ეს მშენებლობა თუ უნებართვით, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. უნებართვით შემთხვევაში მონიტორინგის აუცილებლობა და პრევენცია უნდა არსებობდეს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აქვს ეს განყოფილება, რამდენადაც ვიცი ის მუშაობს კიდევაც ფაქტ საზოგადოებამ განსაჯოს რამდენად ეფექტურად მუშაობს ის, შეიძლება ეს იყოს იმისი ბრალი რომ სათან ბევრი კადრი არ ყავს, ანუ რაღაცა არ აქვს ამის შესაძლებლობა, მე არ ვიცი და არ მინდა ხამაზე რაღაცა. უბრალოდ მე ჩემთვის ვიცი, მაგრამ საზოგადოებამ განსაჯოს ეს რის გამო ხდება, რომ სათანადო არასოდეს არ არის ეს მონიტორინგი. ჩვენ სულ გვესმის, აი სვეტიცხოვლის მაგალითი იყო იდეალური, ხო, ნებისმიერი ძეგლის, მაგრამ სულ გვესმის, რომ აი იცი რა მონიტორინგი მიმდინარეობს სვეტიცხოვლისა მუდმივად. ოღონდ პარალელურად სულ ხედავთ, რომ ჩადის ხალი. ანუ მე როგორც საზოგადოების წევრს, ადამიანს, რომელიც ჩემი ბიუჯეტიდან ვაფინანსებ ამ ყველაფერს რამდენიმე მილიონით. ანუ რა შვებას მაძლევს ის რომ მონიტორინგს აწარმოებ. მონიტორინგი საჭიროება მდგომარეობს იმაში, რომ პრევენცია მოხდეს. პრევენცია ფაქტია ვერსად ვერ ხდება ვერც ერთ ეტაპზე. საბოლოო ჯამში ჩვენ რაზეც გავდივართ, აი რაც შეიძლება ძალიან მოკლედ ვთქვათ, რომ გვაქვს ის რაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის სისტემის პრობლემა, სისტემის გაუმართავობა. რასაც არ შველის ხოლმე არასოდეს ცალკეული პირების შეცვლა, იქნება ეს რაღაცა ერთი მართველის, კულტურის მინისტრის, სექტორდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაოდენ კეთილგანწყობილიც არ უნდა იყვნენ და მონდომებულიც არ უნდა იყოს, ნებისმიერი მინისტრი იქნება თუ რაღაცა ხელმძღვანელი უწყებისა, ეს ვერ შეიცვლება. პრობლემა არის შეუქცევადი. პრობლემა და განსაკუთრებით თავი იჩინა კულტურის სამინისტროს წინა მმართველობის ეპოქაში, რომელმაც უბრალოდ ისეთი დაღი დაასვა კულტურულ მემკვიდრეობას და კულტურის სფეროს, რომ იქიდან ჯერ კიდევ წლები ვერ ამოვალთ. ეს არის მცდელობა, ის რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, რასაც ვთქვათ კულტურის სამინისტრო რა პოლიტიკასაც მიყვება, ეს არ არის მცდელობა რაღაცის გამოსწორების, ეს არის რაღაცის გატარების და აბსოლუტურად ამას ყურადღებას არ ვახდებ. ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო არის იმისთვის, რომ გამოჩნდება არა თუ ესეთი კონკრეტული შემთხვევები, არამედ ბევრად უფრო მასშტაბური შემთხვევები. და თუ ნებას მომცემთ ერთსაც ვიტყვი, როგორ ხდება სისტემაში, აი სად არის სისტემაში პრობლემა. კულტურული მემკვიდრეობა და გელაც სიუჟეტში გამოჩნდა ძალიან კარგად. რამდენი უწყებაა ჩართული? კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ერთი უწყება არ არის. ეს ერთი პატარა პრობლემა არ არის. ის არის დაკავშირებული ბევრ უწყებასთან, ბევრ სახელმწიფო უწყებასთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კვლევის ნაწილი, ხო? კულტურული მემკვიდრეობის შეიძლება ის რეაბილიტაცია იქნება, ეს რესტავრაცია იქნება, კონსერვაცია იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. კვლევითი კომპონენტის გარეშე ეს ვერ ხდება. ჩვენ ხო ვიცით, რომ კვლევითი კომპონენტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა არის სახელმწიფოსი. აი ამ მიმართულებით კვლევითი კომპონენტი ისი არის აბსოლუტურად გადასული მეორე პლანზე. და კვლევითი კომპონენტი ახლა ძალიან ნათლად ჩანს, თქვათ იგივე ჩუბინაშვილის ცენტრის მაგალითზე, რომელსაც წარმოვადგენდა ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ 85 წელს ხდება წელს ჩუბინაშვილის ცენტრი. სახელმწიფო საკამდე რომ არ დაგხურეს. ხო, ამის მცდელობები არაერთი. სულ ქონდა ამის შიშია, ახლა უწყებაა, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია. აი, ნახე როგორ აი დახურვა, აი მაგ გარი ჩემთვის აი ხო ამბობ ხოლმე რომ რეალურად დახურული არის ეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ ეს დახურულია. აი, გეტყვით არ მარტივ რაღაცას. აი, როდესაც წელს 85 წელი სრულდება მეცნიერებათა აკადემიის, რომელსაც პრემიერის აპარატი და დაწყებული კულტურის სამინისტრო, რა ქვია, მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი ყველა ზარზეიმით აღნიშნავს და იგეგმება უამრავი ღონისძიება წლის განმავლობაში რომ რაოდენ მნიშვნელოვანია როგორც ძვირფასია თურმე ქვეყნისთვის მეცნიერება რა კარგია და ასე შემდეგ. ამის პარალელურად 85 წელს სრულდება ჩუბინაშვილის ცენტრისაც, როცა დაარსდა მეცნიერებათა აკადემია, მაშინ დაარსდა ეს დაწესებულება. დღეს ამ დაწესებულების თანამშრომლების ხელფასი აღარ ვამბობ ჩართულობაზე პროცესებში. აბსოლუტურად არ არიან ჩართულები არც ერთ პროცესში და ყველაფერთან მოშორებული, ხო? ამ თანამშრომლების ხელფასი არის 300 400 და 400 ლარს შორის. ეს ხო ნიშნავს, რომ დახურეს, ეს დახურულია ორგანიზაცია. როდესაც ამხელა მეცნიერების, რომლებმაც უზარმაზარი ღვაწლი გაწიეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისთვის და თუ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვთქვამს ეს და თუ ჩვენ საკუთარი თავის შესახებ ქართველებმა ვიცით რამე ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის შესახებ, ამ მთელი ინფორმაციის ნახევარზე მეტი ამ დაწესებულებაში ამ 85 წლის მანძილზე იქნა შესწავლილი. და როდესაც თანამშრომლ
რომელს სოციალურ დახმარებაზე ნაკლები ხელფასი აქვს, ან საარსებო მინიმუმის დონის ხელფასი აქვს, ეს უკვე ნიშნავს, რას ნიშნავს? ის კი არა რომ აქ ვინმე ითხოვს არ ვინმე ხელფასისთვის მუშაობს. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რა პრიორიტეტი აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს პრიორიტეტი ასეთია და შესაბამისად ესეთ ქვეყანაში ესეთი შემთხვევები კუდიგორა იქნება, ეს ქოროღო იქნება, ბადაგონი იქნება თუ RMG-ს რაღაცა მზარდი სურვილებს, ხო? ესეთი ბევრი იქნება. სანამ ეგ დამოკიდებულება გაქვს, სანამ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ აი სარესტავრაციო პროცესებში, ნახეთ, არა მარტო სახელმწიფო დონეზე ეგ ელამახსენა, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა იგრძნოს საკუთარ თავზე, როცა შენთან ხდება. ნახეთ, როდესაც რესტავრაციას აკეთებ და ტაძრის სახურავზე მუშა ლუც დალევ ან არახს და ბოთლს შიგნით ჩატოვებ იმის იმედით რომ მერე იმას ვერავინ ვერ ნახავს, ეს დამოკიდებულების მაჩვენებელია და ეს სამწუხაროდ სახელმწიფო მმართველობის ცენტრალიზებული მმართველობიდან მოყოლებული მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება. დაწყებული იქიდან ეს გულგრილობა მოდის აი აქამდე და შედეგი გვაქვს ზუსტად ესეთი. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა. ერთი კითხვა მაქვს ძალიან მოკლე. ძალიან მოკლე, იმიტომ რომ მეორე თემაზე გასთან მიმართებით რა რეაგირება უნდა მოხდეს? ანუ ეს ასე ხომ არ უნდა დარჩეს. რისი გაკეთება შეგვიძლია? მესმის რომ ინოს დრო აღარ აქვს, იმიტომ რომ მეორე თემა უნდა გაშალონ ეთერში, მაგრამ იქნებ ძალიან მოკლედ გითხრათ. რა არის ის გადაუდებელი ღონისძიებები, რაც აუცილებლად უნდა გატარდეს ამ შემთხვევაში? აი მოდა თქვენ ასე თქვენ ვფიქრობ უნდა მოერღვეს მაგრამ ძალიან როგორც ხომ იყავით კულტურის მინისტრის მოადგილე რა სიზამდით დღეს გადაწყვეტილების მიღები პირი რომ იყოთ და მე ნოდარმაც გვიპასუხოს მე რო ვიყო დღეს გადაწყვეტილების მიღები პირი მოვარღვევინებდი არ მოხდებოდა საერთოდ ეს მოვარღვევინებდი უეჭო აი თქვათ მოხდა ხო და ამ ფაქტის წინაშე დავდექი რა თქმა უნდა აქამდე ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ არ მივიყვანდი საქმეს მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავი, მაინც მოვარღვევინებდი. ანუ დღეს ხო ფაქტის წინაშე ვარ და დღევანდელი მოცემულობიდან დღევანდელი მოცემულობა ეს უკვე არსებობს კი. რეკულტივაციის ვალდებულებასაც გავითვალისწინებდი, კი, მაქსიმალურად ლანდშაფტის აღდგენის, კი. არა, ამისი შეუძლებელი აქ არაფერი არ არის, კიდევ უმარტივესი ამისი თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება თავარი არის ამის სურვილი არსებობდეს. გარდა იმისა, რომ ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ეს სამუშაოები, ანუ დემონტაჟი უნდა მოხდეს იქ რაც გაკეთდა, ამისი დემონტაჟი და ვალდებულება მას უნდა დაიკისროს, ვინც ეს გააკეთა და ფინანსურად მისი ვალდებულება უნდა იყოს, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ხალხმა ოდესმე ამ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაზე ვინმე პასუხი უნდა აგოს. სანამ ეს ერთი შემთხვევა მაინც არ გვექნება, მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, გულწრფელად ვამბობ, ამდენი წელია. ერთი შემთხვევა სანამ არ მოხდება, დაუშველობის სინდრომი მუშაობს, მაინც და მაინც კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე არასოდეს არავინ პასუხისმგებელი არ არის. კი, ისევე როგორც ლორფინი შეცვალეს სპილენძის და გვითხრეს, რომ ამას სულ გააკეთებდნენ. შემდეგ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მენანება თქვენი გაშვება სტუდიიდან, იმიტომ რომ უამრავი კითხვა არსებობს კიდევ და უამრავი თემა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია მიმართულებით ვილაპარაკოთ. იმედი მაქვს, რომ სანამ გაგრძელდება ღია სივრცე და გვექნება საშუალება რომ ვიყოთ ეთერში ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს აუცილებლად დაუბრუნდებით მუდმივად იმიტომ რომ სალაპარაკო ამ მიმართულებით მე მგონი ყველაზე ძალიან საქართველოში კი ძალიან დიდი მადლობა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით მეორე თემით ბრუნდებით ეთერში ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები არიან სფერო ჰოლდინგის დაზარალებულები. თაღლითობის მსხვერპლი მოქალაქეები, რომლებმაც კომპანია სფერო ჰოლდინგს თანხები გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ გადასცეს. მათ შორის ზოგიერთი ამბობს, რომ ბანკებიდან სესხი აიღეს და ინვესტიციის სახით კომპანიაში ჩადეს. ჩადებული ფულის სანაცვლოდ ისინი კომპანიას ბინით უნდა უზრუნველყო. ისინი ბინებიდან გამოუშვეს და კომპანიამ კუთვნილი ფული არ დაუბრუნა. კომპანიის მფლობელი დირექტორი და იურისტი დაკავებულები არიან და მათ საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს. მოკლედ შეგახსენებთ რომ კომპანია სფერო ჰოლდინგი 2015 წელს დაფუძნდა მისი 100%-იანი წილის მფლობელი გივი წულეისკირია მასვე ეკუთვნის სხვადასხვა პროფილის რამდენიმე კომპანია მათ შორის სფერო ინვესტი რომელიც იპოთეკით დაზარალებულებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა და იცავდა კიდეც მათ სასამართლოში კომპანია მოქალაქეებს თავაზობდა ბინების გირავნობას ახალ ბინაზე გაცვლას ავტომობილების შესყიდვას შემდგომ თანხის დაბრუნებით სფერო ინვესტის გარდა გივი წულეისკირს ეკუთვნის სფერო აკადემია სფერო ვაკურიანი სფერო კვება სფერო კოირი სფერო ტივი მათი საქმიანობა კომპანიების დასახელების მიხედვით ადვილად მისახვედრია. ყველაზე ირონიული ის არის, რომ 2024 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში გივი წულეისკირი თავისი საჯარო გამოსვლაში სასტიკად აკრიტიკებდა ბანკებსა და მევახშეებს. ფინანსური გარიგების შედეგად დაზარალებულებს სამართლებრივ დაცვას თავაზობდა სინამდვილეში კი თავად აშენებდა
უზარმაზარ პირამიდას. 2022 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შპს სფერო ინვესტი და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო დაწესებულებას, რომ მას არ ჰქონდა ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება. სების განცხადებით, ეს კომპანია მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ახორციელებდა, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდა სიფრთხილისაკენ. თუმცა როგორც ჩანს, გაფრთხილება დაგვიანებული და არასაკმარისი იყო. 570-მდე ხელშეკრულება მაინც გაფორმდა. უკვე 2025 წლის სექტემბრიდან სფერო ჰოლდინგი მასშტაბური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. დეტალებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. თათა მოგველი და აკაკი ლუკავა დაზარალებულთა მხარეს წარმოადგენენ, ნათია მეზრიშვილი ადვოკატი დაზარალებულთა ინტერესების დამცველი და სფერო ჰოლდინგის ჩვენს ეთერში სფერო ჰოლდინგს წარმოადგენს გივიწულეის კირის ადვოკატი ლევან დავითაია. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და მოგვეცით საშუალება, რომ ამ თემაზე გვესაუბრა. ასევე ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ ხართ ჩვენთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარის არსებობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, სულ ყველაფერს თავი გავუნებოთ, თუნდაც იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ რა პირობები იქნება შემოთავაზებული ბატონი გივიწულეის კირისგან და რამდენად იქნება მისაღები ეს ყველაფერი დაზარალებულებისთვის. აკაკი, თქვენგან დავიწყოთ და ძალიან მოკლედ რომ მოგვიყვეთ თქვენი ისტორია, რომელიც შეიძლება ძალიან არც განსხვავდება დანარჩენებისგან. პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონინო, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. 2024 წლის 6 მარტს გადავწყვიტე, რომ მეგირავებინა ბინა. ამ დროისათვის თელს ბაზარზე იქნებოდა ეს ნებისმიერი ვებგვერდი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორც კი შენ დააპირებდი, რომ გეპოვნა ბინა გირით, მხოლოდ ხდებოდა განცხადებები, არ აქვს ეს მნიშვნელობა, რომელი აგენტი იყოს სფერო ჰოლდინგის წარმომადგენელი, სფერო ინვესტის წარმომადგენელი, მხოლოდ მათი განცხადებები, რომ ისინი აგირავდნენ ბინას. ნებისმიერი ბინა რაც არ უნდა შეგერჩია და დაეკონტაქტებოდი აგენტებს და რომ უკვე შეხვდებოდი, აღმოჩნდებოდა, რომ სინამდვილეში ისინი ბინას არათუ აგირავებენ, არამედ თანხას დებდი და ისინი შენთვის ქირავდნენ ბინას. თუმცა სანამ ეს უკვე დღეს 2026 წელს ვიცით ჩვენ. მივედი, გავესაუბრა ერთ-ერთი აგენტი. ეს რომელი წელია? 2024 წლის დაახლოებით მარტის დასაწყისია, 6 მარტს გავაფორმე ეს ხელშეკრულება. გავიცანი სფერო ჰოლდინგს, გავიცანი სფერო ინვესტ თბილისში, წერეთლის 118-ში მათ ჰქონდათ ოფისი. გარდა ამისა, ჰქონდათ სფერო TV, აწარმოებდნენ უზარმაზარ PR კამპანიას, მათ შორის გიფუთავდნენ სიტუაციას ისე თითქოს, რომ ისინი ეხმარებოდნენ მევახშეთა მიერ დაზარალებულ პიროვნებებს, ასევე ისინი თავაზობდნენ და გაჩვენებდნენ ვიდეოებს, რომ აი ცნობილ ადამიანს გადასცეს ბინები, რომ ისინი აშენებდნენ გრიგოლეთში, გონიოში სხვადასხვა კორპუსებს და ეს კორპუსები მთავრდება და რომ არ არის საშიშროება. მიუხედავად ამისა, 2022 წლის განცხადებას მე თვითონ გავეცანი. თუმცა როგორ იყო იცით? როგორც იხარით, ბაზარზე სხვა კომპანია არ ფუნქციონირებს. 2018 წელს ვინაიდან რადგანაც ქართულ და გირავნობის ხელშეკრულება, ამ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ აი ეს ჩვენსავით დაზარალებულები მოეძია, ჩაგვედო თანხა და ამის ნაცვლად სუფთა იპოთეკის ხელშეკრულებისა თუ გირავნობისა ქირით შემოეთავაზებინათ ბინა. ახლა რაც შეეხება ონლაინ სივრცეში რომ ბინას ეძებ, რა თქმა უნდა დაინტერესებული ხარ რომ ნახო ის ბინა, გაეცნო, შეხვდე ასე შემდეგ. საქმესთან რომ მიხვიდოდი და აგენტებს რომ გაესაუბრებოდი, აღმოჩნდებოდა რომ ის ბინები რაც მათ ონლაინ ედოთ და წამოღებული ქონდათ მე პატრონებისგან რომლებიც ბინებს აქირავებდა, საერთოდ არ იყო გირის და საერთოდ შეიძლება ის ბინა შენ არ შეგხვედრო და ეს ერთი. მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან რთული საკითხი ამ ყველაფერში, სფერო აღმოჩნდა და მეც ასე შემიფუთეს, რომ იყო ძალიან დიდი კომპანია, ჰქონდათ მანქანები, ჰქონდათ კორპუსები, ქონებას ფლობდა და ასევე რამოდენიმე ახლობელში რომ მოვიკითხე, უკვე ჰქონდა ჩადებული თანხა და ყველა საინტერესო მომგებიანი, რაც ასე თუ ისე ცოტა ძლიერს ხიდა ის არის, რომ ისინი 1 წლის ქირის თანხას სრულად გიხდიდნენ. ანუ თქვენ წინასწარ იცოდით, რომ 1 წელი გარანტირებულად თქვენ შეხვდოდით კონკრეტულ ბინაში. შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ესე უბრალოდ თვალნათლივ არ მიენდობოდა, თუმცა მე აქ წარმოვიდგენ 570 დაზარალებულს, რომელთა მტკიცებით, უმეტესობის მტკიცებით, გამქირავებელ მე პატრონეს წარმოდგენაც კი არ ქონდა, რომ ეს ადამიანები თანხას დებდნენ სფერო ინვესტში და აქ მიდიოდა გირავნობის ალტერნატივის ხელშეკრულება. ეს როგორ უკაცრავად ხეს ცოტა დამაბნეველი ამბავია. ხო, რანაირად? ძალიან მარტივად. ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ. კი ბატონო,
გამქირავებელი ბინის მეპატრონი ხელს აწერდა რომ უბრალოდ სფერო ინვესტს მიაქირავა ბინა. მაგრამ მეორეს მხრივ ეს საკითხი რომ შენ აქ ფული ჩადე და შენ რომ აქ გირავნობის ალტერნატივა შემოგთავაზეს, საერთოდ არ ფიგურებდა მასთან, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ ადამიანებს, ბინის გამქირავებლებს, რომ ჩვენ დაზარალებულებმა აქ თანხა ჩავდეთ და ამის სანაცვლოდ გვიქირავეს ეს ბინები, ხვდებით? ანუ დღეს 570-დან 90% გამქირავებელი მათ შორის და დაზარალებული რა გიდასტურებთ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ აქ ორი ხელშეკრულება არსებობდა და ყველა ადამიანს არ აქვს იმის უნარი და არც იმის შესაძლებლობა არ ქონდა შემთხვევაში რომ იურისტი მოეწიებინა საქართველოში და ხო აი ეს არის ჩემი შედეგი შეკითხვა თუ ისარგებლეთ აი ამ მაპატეთ სხვადასხვა კითხვებით გადავალ თათა აი თუ ქონდათ ესეთი ვთქვათ შანსი რომ იურისტთან ერთად გაგებლოთ ეს ხელშეკრულება რომელსაც ხელი მოაწერეთ და რამდენი ადამიანია იგივე მდგომარეობაში მე უკვე ნათიას მინდა ვკითხო რამდენად იდენტური დაზარალებულია დაახლოებით 570 ოჯახი ჩემ შემთხვევაში ხელშეკრულება გავიარე ძალიან სკრუპულოზურად, ძალიან დეტალურად, დავაკორექტირებინე ძალიან ბევრი პუნქტი და მქონდა იმის კომპეტენცია ძალიან ბევრ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომ ვერ ყვეოდი და აღარ დამჭირდა იურისტის ჩართულობა. გავიარე ძალიან სკრუპულოზურად და ბერკეტის სახით ჩავადებინე, კიდე დაიპოთეკებული მაქვს მათი მიწა. მართლა მქონდა გულწრფელად მქონდა იმის განცდა, რომ მე 21 საუკუნეში იმ პერიოდში სახელმწიფო მიცავდა და სამართალდამცავი ორგანოები მიცავდნენ და მართლა რაღაცა ეჭვის სახით კი გამიჩნდა რომ იყო შანსი რაღაცა რისკის, მაგრამ მართლა მქონდა ჩემი თავის იმედი, სახელმწიფოს იმედი, რომ მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ზედმიწევნით ყველა კანონს კარგად ვიცავ და მართლა მქონდა იმის განცდა, რომ სახელმწიფო მიცავდა. თუმცა სახელმწიფო 2022 წელს ეხა არ ვიცი ეს რამდენად საკმარისი იყო ეს გაფრთხილება და რამდენად ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყო თქვათ ეროვნების ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება მხოლოდ თავის ვებგვერდზე. მაგრამ სახელმწიფო შეუძლია გითხრათ რომ იცით ჩვენ გაფრთხილებდით რომ ამ კომპანიას არ ქონდა ამ ტიპის ოპერაციების ჩატარების უფლება და თქვენ მაინც მოაწერეთ ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში რა ხდება? ნახეთ ხელშეკრულება იყო აბსოლუტურად გამართული. თანაც ნახეთ მეტი ბერკეტის სახით მე დავაიპოთეკე მათი მიწა. ანუ მართლა მქონდა, ყველას არ მქონდა იმის განცდა, რომ იმის ინფორმაცია, რომ ეროვნულ ბანკიდან იყო ეს ინფორმაცია, თანაც იყო ძალიან შეფუთული ეს კომპანია, ყველა ცნობადი სახე აპიარებდა ამ კომპანიას. ხო, ეს არ ეგზალება, ეს პიარის ელემენტია, რომელიც შეიძლება გამოიყენა და თქვა სფეროშიც ნახეთ, ოფისი იყო იმდენად კეთილმოწყობილი, გარეთ ძალიან ძვირადღირებული მანქანები და იმის განცდა გიჩნდებოდა იქ ადამიანს, რომ სანდოობას ბატებდა. და მართლა მქონდა იმის განცდა, რომ მე მისავდა სახელმწიფო. სამწუხაროდ ესე არ მოხდა, 570 ოჯახი დიდი თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა და ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაშია 570 ოჯახი. კი ბატონო, ჩვეულებრივად ხალხი დარჩა ქუჩაში, ისევე როგორც მე, ხალხი დარჩა ქუჩაში, ზოგმა გაათია ღამე პარკებში, სკვერებში, სადარბაზოებში, მანქანებში ეძინათ ოჯახებს, არის ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაში შეშრომე პირები, ბავშვიანი ოჯახები და ამ დროს ანუ აქ უკვე მოხდა ის, რომ ადამიანები რომლებმაც 1 წლის ქირის თანხა ამოწურეს, რა თქმა უნდა, ბინის პატრონებმა უკვე თხოვეს რომ გასაგებია. ანუ დასრულდა გასაგებია. გავაკეთებ ორი სიტყვით. ხალხო, ეს არ არის ის თანხა და აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ადამიანებმა უბრალოდ რაღაცა კომპანიაში თანხა ჩადეს და მოგებას ელოდნენ. აქ არის ბოლო კაპიკი იმისთვის, რომ მათ ქონოდათ საცხოვრებელი გირა, ვერ იხდიდნენ ქირას, ვერ ყიდულობდნენ ბინას და ბოლო კაპიკი მათი ნაშრომი ნაწვალები ჩადეს ამ კომპანიაში, რომ შესაბამისად ეცხოვრათ უბრალოდ ჭერი ჰქონოდათ. მხოლოდ ამაზეა საუბარი. უმრავლესობას ბანკიდანაც ჰქონდა ეს თანხა გამოტანილი სესხის სახით და აი ეს ბოლო კაპიკები ჩადეს. წარმოიდგინეთ, ეხა დღეს ძალიან ბევრი ოჯახი, ალბათ 80% ოჯახი იხდის ბანკის ვალს, ქირას და თან ცხოვრობს. და არის გაუსაძლის მდგომარეობაში დღეს აი ეს ოჯახი. აი როდიდან დაიწყო უკვე პრობლემა და როდის მიხვდით, რომ უკვე გაუგებრობაში იყავით აღმოჩენილები? მოგახსენებთ, მე პირადად მეორე წელს 2025 წლის მარტში გადავაგრძელე ხელშეკრულება, რადგან 1 წელი გადამიხადეს, იცი როგორ არის გადამიგრძელეს ხელშეკრულება, 2 თვის ქირა გადამიხადეს, ივნისში დაიწყება პრობლემები.
არ პასუხობს არავინ ტელეფონზე. 2025-ზე 2025-ის. თუმცა დღევანდელი გადმოსახედა რომ შევხედავთ, პირველი დაზარალებული ჩნდება 2024 წლის თებერვალში, რომელმაც მოითხოვა მისი თანხის დაბრუნება და დღემდე არ მიუღია ამ პიროვნებას ეს თანხა. ხვდებით 2025 წლის თებერვლიდან, თუმცა იმდენად იყო ეს ონლაინ სივრცე შეფუთული, ვერცად მსგავს განცხადებას ვერ ნახავდი, რამეს თუ ვინმე დაწერდა გვაქვს ამის გამოცდილება და ეგრევე იშლებოდა, ყველაფერს ლინა, ყველაფერზე გებრძოდნენ, კამპანია ჰქონდათ, რომ ოღონდ რამე არ გავრცელებულიყო. 2025 წლის ივნისიდან შეწყვიტეს პირდაპირ მინდა დავასახელო მარიამ დორეული, ვინც იყო მათი, არ ვიცი, მენეჯერი, ოფის მენეჯერი იყო, ვისთანაც მე პირადად კონტაქტი მქონდა, ერთ-ერთი მთავარი პიროვნება, აღარ გამოდიოდა კონტაქტზე, მომცა ტელეფონის ნომერი გიორგი მურუსიძეს, რომელიც ასევე არ პასუხობდა. დირექტორია გიორგი მურუსიძე, რომელიც გაფორმებული დირექტორი, რომელიც ფიქტიური დაკავებულია ამ წუთას. ხეს ვიცით ეს რა თქმა უნდა ის ფიქტიური დირექტორი უბრალოდ, ხო, ასე შემდეგ, არავინ აღარ გამოდიოდა კონტაქტზე. ნატია, თქვენ იცავთ შეიძლება რომ ეს გავაკეთებო განმარტებებს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოცულობითი თემა იმას ქნათ და შესაბამისად 3 განმარტება იყო გაკეთებული და ლევან, ზუსტად 2 წუთით მე ახლა ნათიას უბრალოდ მინდა ვკითხო ერთი კითხვით გადავდივარ ნათიასა და მე რა გითხრობთ თქვენ დროს თავისთავად ცხადია. ნათია, 570 ადამიანი არის დაზარალებული. თქვენ რამდენის ინტერესს იცავთ მათგან? მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მივესალმებით ქვეც მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა ეს საკითხი. ჩვენ 30 ადამიანს ვიცავთ, ჩვენი იურიდიული ოფისი, იურიდიული კლინიკა და სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრი, სრულ იურიდიულ მხარდაჭერას უწევს აღნიშნულ ადამიანებს. რამდენად იდენტურია 30 ადამიანის პრობლემა? 30 ადამიანის პრობლემა არის 99% იდენტური. ხელშეკრულებებში არის განსხვავება, ვიღაცა შეიძლება ჰქონდეს იპოთეკის ხელშეკრულება, ვიღაცას ცეცხლის ხელშეკრულება. მხოლოდ ამ ტიპის სხვაობებია. დანარჩენი პრობლემა არის ყველგან ერთნაირი. ვიღაცას 1 წლის თანხა გადაუხადეს, მე შეუწყვეტეს გადახდა და მისი სახსრების იხდიდნენ ქირას, ვიღაცას 6 თვის და შემდეგ შეუწყვეტეს. შესაბამისად, აქედან უკვე დაიწყო პრობლემა. ჩვენ დაზარალებულები არიან ჩვენ ჯგუფში შუშილმო პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები ადამიანები აღმოჩნდნენ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. მათ ჩადეს მათი უკანასკნელი კაპიკები, რაც ჰქონდათ, უკანასკნელი შემოსავალი გაიღეს, ჩადეს ამ კომპანიის შემოთავაზებულ პირობებში იმ მიზნით, რომ მიიღოთ მათ საცხოვრებელი ბინაში ცხოვრების უფლება, მოკლედ რომ ვთქვათ. თუმცა დღეს სახეზე გვაქვს ის მოცემულობა, რომ აღნიშნული ადამიანები დარჩნენ ბინის გარეშე, საცხოვრებელი ფართის გარეშე და თანხის მათი საკუთარი თანხის გარეშე. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ აღნიშნულ თქვენს ახსენეთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პროკურატურასთან იმ მიზნით ზუსტად რომ ვიპოვოთ ის ერთადერთი გზა გადავწყვიტოთ, როგორ აუნაზღაურდეთ ამ ადამიანებს, ამ დაზარალებულებს ზიანი და ჩვენი მთავარი მიზანი ბრალდებულებთანაც ახლა გვესწრება აქ ბატონი ლევან თოდუა ბრალდებულის ადვოკატი, ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ მალე რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ დაზარალებულების ზიანის ანაზღაურება და აქედან გამომდინარე უკვე მე შესაძლებელი არის რაღაც გარკვეულ პირობებზე საუბარი მათთან. ძალიან დიდი მადლობა. მეც ბატონ ლევანთან გადავდივარ ახლა, იმიტომ რომ შექმნილი სიტუაცია ძალიან მძიმეა. ფაქტია, 570 ადამიანი ამ წუთას არის სრულ გაუგებრობაში, ოჯახი, ხო, ეს ნიშნავს გაცილებით მეტ ადამიანს რეალურად და ეს ხალხი არის არა მარტო თქვა საცხოვრების გარეშე დარჩენილი, მთელი სპექტრია პრობლემების, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. ბატონ ლევან, თქვენ რამდენადაც მე პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით, ეს ძალიან პასუხისმგებლიანი ნაბიჯია თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ადამიანებს რა თქმა უნდა პირველ რიგში აინტერესებთ პასუხი, რომელსაც ალბათ თქვენ ბატონ გიგასთან ერთად, ბატონ გივიწულეისკენ ერთად უსათოდ გაივლედით, მაგრამ გისმენთ ყურადღებით მოსმენილის კომენტარი რომ გავაკეთებ აუცილებლად შეუძლები აბსოლუტურად ყველა კითხვას უპასუხო, რომელიც კი წამოიჭრა აქ და ზოგადად არის საზოგადოებაში, თუმცა გარკვეულ ფორმულირებებს არ ვეთანხმები და შესაბამისად ამაზეც მინდა რომ მცირე განმარტება გავაკეთო. მათ შორის რომელიც თქვენ ქალბატონო ნინო თქვენ რო გააკეთეთ.
თქვენ ახსენეთ ესეთი რამე, რომ ანუ ეს თურმე შენდებოდა უზარმაზარი პირამიდა. პირამიდასთან დაკავშირებით ხო განმარტება ძალიან მარტივი არის. პირამიდა არის ორგანიზაციული წყობა, ესე რომ ვთქვათ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ფინანსები მოძრაობს და მას არ აქვს არანაირი დასაყრდენი და უშუალოდ უძრავი ქონების სახით, რომელიც შეიძლება შემდგომში მიექცევს უკვე იმ უზრუნველყოფის აღსადგენად და უშუალოდ რისკენაც უნდა იყოს, ხო, ზოგადად რაღაც. ამ თემასთან მიმართებაში ხო ძალიან მარტივი პასუხი აქვე გაიცა, ხო? აი კონკრეტული ადამიანი არის, რომელიც იცავს კონკრეტულ დაზარალებულს და ამ დაზარალებულს იპოთეკაში აქვს ჩადებული კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომლისგანაც უნდა მოხდეს ამ უზრუნველყოფის ამოღება. ესეთ როგორი რაღაცას მე არ მინდა რომ შევიდე. ეს ერთი შემთხვევა. დიახ, ერთი წამით ერთი არ არის არანაირად არ არის ერთი, ეს მრავალი შემთხვევა არის და მე კიდე დავაცახელებ აი მრავალი რამდენი 570 ოჯახია დაზარალებული. აი რამდენია მაშინ? მე თითოეულს გავივli ახლა რა კითხვებიც იყო და აუცილებლად ჩაკითხებსაც იმასვისავ, ხო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ყავს წარმოდგენილი ადამიანი, რომელიც აცხადებს ესეთ რამეს, რომ მე იცით რა არის, მე კონკრეტული ფინანსები ჩავდე კონკრეტულ ორგანიზაციაში, იქიდან კონკრეტის რო იპოთეკით დავტვირთე კონკრეტული უძრავი ქონება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე ვარ დაზარალებული. ჩემთვის ეს ცოტა იყოს გაუგებარი არის. ჩემთვის მაგალითად გაუგებარი არის ის, რომ ლუტრილება ხდება აი ზუსტად ამ კუთხით რა, რომ იცით რა არის, აი ამდენი ადამიანი არის და იცი რა არავინ ანაზღაურებას არ აკეთებს. ამ ჩემო კოლეგამ ესეთი განმარტება გააკეთა, რომ ან იცი რა ინტენსიურად მუშაობენ პროკურატურასთან, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტონ. მე საუბარი დავიწყე ფინანსურ პირამიდასთან მიმართებაში. ფინანსურ პირამიდას, არც ერთ ფინანსურ პირამიდას არ გააჩნია უძრავი ქონება, რომელთაც უზრუნველყოფილია ზოგადად მისი საქმიანობა, ხო? სფერო ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებულ ორგანიზაციებზე, ხო? 20 სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ყველაზე მსხვილებს ჩამოთვლი, ხო? თბილისში, შავიზღვისპირეთში, აგრეთვე მთიან კურორტებში 10,000-ობით კვადრატული მეტრი უძრავი ქონება არის აშენებული. ოღონდ აღნაგობით, ამასაც აქვს მნიშვნელობა. სამწუხაროდ მინდა რომ გითხრათ, რომ აღნაგობის უფლებები კიდე დამატებით არის. დღევანდელ დღეს უფლებები გააჩნია, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაყადაღებული არის. თქვენ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ პრობლემა როდის წარმოიშვა, ხო? აი ბატონი ლუკავა ხა საუბრობდა იმაზე, რომ თუნდაც პრობლემა 2024 წელს წარმოიშვა. 2024 წელი მინდა რომ ზოგადად საზოგადოებას უთხრა ეს რა წელი არის, როდესაც ბატონმა ლუკავამ გააფორმა ხელშეკრულება, აბსოლუტურად კმაყოფილი იყო იმ პირობებით, ისარგებლა ამ პირობებით 1 წლის განმავლობაში, 2025 წელს კიდევ გააგრძელა ის ხელშეკრულება და ეხლა აცხადებს იმას, რომ თურმე მან არ იცოდა, რომ ბინის მესაკუთრე, რომელიც მას კონკრეტულ ბინას ჰქონდა, თურმე მისთვის ცნობილი არ იყო. თუმცა მის გამოკითხვის ოფში საერთოდ სხვანაირი ფორმულირებებია. გამიგეთ? რომ მე არ ვიცოდი. არა, ამაზე ლაპარაკი არ არის. ხო, რა თქმა უნდა. იცით როგორი რაღაც მე ჩავიწერე ეს, როდესაც ჩავიწერე მოვინიშნე იმისთვის, რომ თქვენი განმარტება მან შეიძლება იცოდა ეს ყველაფერი, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანი დარჩა ამ წუთას. შემთხვევაში გვაქვს ესეთი მოცემულობა. 2025 წლის ივლისში TBC ბანკი მრავალმილიონიან კომპანიას, რომელსაც მრავალმილიონის ბრუნი აქვს, უბრალოდ უუქმებს ანგარიშს. ხო? აი TBC ბანკი უბრალოდ ახდები. შეგიძლიათ ახსნათ, რატო გაუქმა? გაქვთ ამაზე ინფორმაცია, რატო გაუქმა ბანკმა? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ჩემი კითხვაც არის და თუ შეგიძლიათ რატომ გაუქმა? ხო, აი ზუსტად მაგაზე რა, როდესაც მაგაზე კითხვა წავიდა და ორგანიზაციამ ამ შემთხვევაში დავა დაიწყო TBC ბანკთან თუ რატომ მოხდა ესეთი რაღაც, რატომ გაუქმდა ანგარიშები, ხო? TBC ბანკმა უბრალოდ თქვა, რომ იცით რა, ეს შიდა პოლიტიკა არის და ჩვენ უბრალოდ აღარ გვინდა თქვენთან ურთიერთობა, აღარ გვინდა თქვენი კომერციული მომსახურება, ძალიან მარტივად რო ვთქვათ. სწორედ ამ განმარტებას აკეთებს TBC ბანკი. გამიგეთ რა შეიძლება. აი როგორ წარმოგიდგენიათ ლევან, ბანკი არის ყოველთვის მოგებაზე ორიენტირებული. ამისთვისაც ხადია. თუ ბანკი უცბად მოულოდნელად გაფრთხილების გარეშე მოხდა ეს? ამ შემთხვევაში გაფრთხილების გარეშე არის. ეს ურთიერთობას ხო, არ ვიცი, ერთი წამი დავასრულებ. თუ ყოველგვარ გაფრთხილების გარეშე ბანკი უცებს ყოველს ურთიერთობას მომგებიან, ხო? კომპანიასთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს ესე პირდაპირ მოწმენდილცაზე გაკეთებული გადადგმული ნაბიჯი? რაღაცა მიზეზი ამას საფუძველი ყოფნა ქონდა. შემისწორეს საქმის მასალებში. საქმის მასალებში ნამდვილად არის TBC ბანკის შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით რაღაცა განმარტებები აინტერესებდა ორგანიზაციით. ეს ყველაფერი მუშა პროცესი არის. თითოეულ შეიძლება, რომ ბანკთან მიმართებაში გარკვეული ბანკს კონკრეტული კითხვები წარმოეშვას და თქვას, რომ იცით რა, ჩვენ გვაინტერესებს
კონკრეტული ტრანზაქცია. ეს იმას არ ნიშნავს, ხო ხვალე ვაუქმებთ ამ ბატონო ლევან, ერთი წამი ლუკას ერთი წამი პატარა ჩართვა მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ხა აბსოლუტურად საქმეს პატარა ჩართვას გავაკეთებ, რა იყო რეალობა ქალბატონინო. დიახ. ივნისში ერთი თვით ადრე, სანამ მათ გაუქმდებოდათ ეს ანგარიშები TBC-სგან, ეროვნული ბანკისგან მიიღეს შეტყობინება, რომ საეჭვო ტრანზაქციებზე, მათ შორის არის 5 ხელშეკრულება, უნდა მომხდარიყო დასაფუთება ამ ტრანზაქციების ახსნა, რაც ვერ მოახდინა სფერო ინვესტმა. შესაბამისად მოითხოვათ ბანკებს, რომ სასწრაფოდ იქნას გაუქმებული ბანკი. ეს იყო ეროვნული ბანკის მოთხოვნა. სიგნალი, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის, იმიტომ რომ 5 საეჭვო ტრანზაქციაზეა საუბარი, რომელიც მათ ვერ ახსნეს, ვერ დაასაფუთეს და მე მინდა გითხრათ, აქ არა მარტო თაღლითობა, მომავალში ჩვენ და მე ველოდები პროკურატურისგან და მოთხოვნაც იქნება ჩვენი, სავარაუდოდ და იმედი მაქვს ბრალი დაუმცირდება ამ კომპანიებს და ფულის გათეთრებაზე იქნება უკვე საუბარი, იმიტომ რომ აქ ესე შემთხვევით არ ხდება, მოდით რა, მომავალში რა იქნება მაინც ამაზე, რომ ამწუდეს ანგარიშს. დიდი კითხვის ნიშანია და საკმაოდ. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ თითქოს ანგარიში გაუქმეს და ანგარიში რაღაც თანხა ჰქონდათ და დაზავებულებს ჰქონდა ეს ეჭვი. არაფერი არ გააჩნიათ, ხვდებით? ანუ ეს იყო ცალსახად ყუილი, რომ ვინმე ხო, მაგრამ ბატონი ლევანი ამბობს, რომ არსებობს ქონება. მოდით მოვიკითხოთ რა. ეს განმარტება აუცილებლად უნდა გავაკეთო ამას განმარტებას. ამისთვის ხართ მოსული. უბრალოდ ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ რა. ერთი წამი ნათიას კომენტარი და მე გადმოვა თქვენთან. ბატონი ლევანი ამბობს, რომ არსებობს ქონება, თუმცა არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქონება იმაზე ნაკლებია ექსპერტიზის დასკვნით, ვიდრე არის ზიანი. ბატონი გივი ამბობს, რომ 67 მილიონის ქონება მაქვს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა რო ნახოთ, იქ რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებია. 67 მილიონი ლარი კი არა, 32 მილიონი ლარი აქვს ზიანი, 32 მილიონი ლარი და იმას 3-ჯერ თუ 4-ჯერ ნაკლებია შეფასებული ქონება. ამ აუცილებლად თქვა ბანკებს ძალიან საინტერესო თემას მივადებით, კი? ვიტყვი აგრეთვე რომელზეც ახლა არის საუბარი, ხო? ანუ ბანკი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, რა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში არ იყვნენ შეყვანილები, ხო? ანუ TBC ბანკიდან მოდის შეტყობინება იმასთან დაკავშირებით გარკვეული ტრანზაქციები აინტერესებს, შემდგომ ის რა ქვია TBC ბანკი უბრალოდ წყვეტს ანგარიშებს, ანუ აუქმებს ამ ანგარიშებს. ამის შემდეგ სფეროდან უკვე კონკრეტული მოთხოვნა დგება, რომ იცი რა, რატომ არის ეს ყველაფერი გაუქმებული და ამ მიმოწერიდან გამომდინარე გადის რამოდენიმე კვირა. ამის შემდეგ TBC აღდგენს ამ ანგარიშებს სხვათა შორის. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კი ესეთი დარღვევები იყო და აბსოლუტურად კრიმინალთა მქონდა საქმე, რატომ უნდა აღდგენილიყო ეს ანგარიშები და ამის შემდეგ რამოდენიმე კვირაში ისევ აუქმებს. ეს გრძელდება 2 თვის განმავლობაში, 2 თვის განმავლობაში ორგანიზაციას არ ჰქონდა საკუთარ ანგარიშებზე წვდომა. ამის შემდეგ ხსნის უკვე საქართველოს ბანკში ანგარიშს და ამ საქართველოს ბანკშიც დაახლოებით იგივე პროცედურა მიმდინარეობს, როდესაც უკვე აქტივები უნდა გადატანილიყო, რომ ეს ტრანზაქციები ხარ, რომელზეც ბატონები საუბრობენ და ქალბატონები საუბრობენ, ხო? ზუსტად ეს აქტივობა სწორედ ამ ტრანზაქციებით უნდა განხორციელებულიყო. ახლა საფოსტო გზავნილებით ეს თანხებს ვერ გააგზავნიდა, ხო? არა, ეს გასაგებია. ამაზეა ზუსტად საუბარი. საფოსტო ბარათი. შემდეგ ხდება როგორი რამ. თქვენ ბძანეთ ეგეთი შესავალ სიტყვაში ბძანეთ, რომ იცით რა 22 იმას რა ქვია, 22 წელს ეროვნულმა ბანკმა გარკვეული გაფრთხილება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეს არ არის საბანკო საქმიანობა. დიახ, ნამდვილად არ არის საბანკო საქმიანობა. ეს გაფრთხილება ვებგვერდზე დღემდე დევს, ეს არ არის სესხის გამცემის სუბიექტი, რაზეც აგრეთვე არის აპელირება ამ თემაზე ჩვენს პოზიციასთან მიმართებაში, მაგრამ უნდა ითქვას ერთი რამე რა, ჩვენ წარმოიდგინეთ რა, რომ შევქნათ ორგანიზაცია, რომელიც წარმოიდგინეთ ამხანაგობის ტიპის, დავარქოთ ნებისმიერი სამართლებრივი ფორმა მოუნახოთ ამ ყველაფერს. ჩვენ გვაქვს თუ არა უფლება შევხანაგდეთ იმაზე, რომ გარკვეული კაპიტალი შევქნათ. კაპიტალი ამ შემთხვევაში უძრავი ქონების სახით. კაპიტალი შექმნის ფორმას. ამ შემთხვევაში ამხანაგობაზეა ამხანაგობაზე მაქვს მე საუბარი, რომელიც ნებისმიერი სამართლებრივი ფორმაში შეიძლება რომ გამოვლინდეს, ხო? გვაქვს თუ არა ჩვენ 5 ადამიანს იმისი უფლება, რომ იცით რა, თქვათ, რომ აი გარკვეული წლის განმავლობაში ჩვენ უნდა დავდოთ გარკვეული თანხა იმისთვის, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ გქონდეს გარკვეული უძრავი ქონება. კი ბატონო, ყველაფერს შეთანხმებას გავაკეთებთ. მაგაზემების საუბარი, მაგრამ 2022 წელს რატომ გამოქვეყნდა პირდაპირ სფეროჰოლდინგთან დაკავშირებით მაშინ? რომ 2 წლის განმავლობაში რაღაცა მშენებლობა უნდა დავიწყოთ, ხო? და იცით როგორი რაღაც, ანუ 1 წლის განმავლობაში შემოვიტანეთ რაღაცა თანხა და ჩვენ ვიცით, ხო, ეს გათვლა გვაქვს, რომ იცით რა უძრავი ქონება და უშუალოდ სანამ მშენებლობა დაიწყება, მას იქნება რაღაცა ენრაოდენო ხირებულება იქნება პირობითად მილიონი, ხო?
მაგრამ როდესაც ამ ერთი წელი არ არის ჯერ გასული და ადამიანების ჯგუფი ამბობენ, რომ იცი რა, ჩვენ აღარ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა, ჩვენ გვინდა რომ თლიანი თანხა გავიტანოთ. რომელი კომპანიაში? აი მოდით, აი ხა გავჩერდეთ და დავაბრუნდეთ. ჩვენ ისე მერე ნათია. როდის არის აღნაგობის ხელშეკრულებები გაფორმებული? ამის შემდეგ დაასრულოს და შემდეგ აუცილებლად თქვენი კომენტარი არის საჭირო. არა, კი მესმის რომ დაასრულოს. ხუილები, აქ მე ბევრი მოვისმინე, თუმცა არ მინდოდა ეხლა ხო რაღაცა მაგ იმაზე საუბარი. კი, ნამდვილად მოვისმინე. მაგრამ მე არ მინდა ამ პოლემიკაზე საუბარი. მე მაგ კონკრეტული კითხვები, ხო? კონკრეტული კითხვები, მათ შორის გამოძიებას და მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანთან მიმართებაში. აი მაგალითისთვის, აი ლუკავასთან მიმართებაში, ხო? შეგვიძლია მარტივი რამე ვთქვა. ლუკავამ პოლიციაში განცხადება დაწერა დაახლოებით სექტემბერი იყო, ხო? სექტემბერში იმავე ბინაში ცხოვრობდა, რომელიც უქირავა სფერო ჰოლდინგმა. რომელსაც როგორი რაღაცა არის, ცოტა არ იყოს უცნაური. ხომ ეს ყველა. მოდით, პასუხი ხო გაინტერესებს. დაგვაზარალა ერთი კომპანია. მაშინ როდესაც იქ ვაგრძელებ ცხოვრებას. გასაგებია 570 ადამიანი აქ დაზარალებული ბატონო. 570 ადამიანთან მიმართებაში აბსოლუტურად გეთახვევით და მე მაგაზე ვაპირებ საუბარს ზოგადად როგორი ფორმით უნდა იყოს. ექსპერტიზასთან მიმართებაში აუცილებლად უნდა ვთქვა, რომელიც ეხლა გაჟღერებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უიმე თურმე ძალიან დაბალი შეფასება წარმოიდგინეთ, წამიერად წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ორგანიზაციას, რომელსაც გარკვეული ვალდებულებები მოქალაქეებთან გააჩნია, უყინავენ ანგარიშებს, ყველა უძრავ ქონებასთან მიმართებაში ყადაღები ადევს, ყველა მართველი გოლის თითოეულ ადამიანს იჭერენ და ამბობენ, რომ იცი რა არის, ეხლა ჩვენ გადავწყვიტავთ აქ რა და როგორ უნდა იყოს. გადაწყდა როგორ? შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის წარმოიდგინეთ კრიმინალისტიკურმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გარკვეული ქონებები თურმე ღირს რაღაცა თანხა. ნებისმიერმა აიღეთ და ნახეთ, იმ ფასად თუ არის შესაძლებელი რომელიმე იმ ლოკაციაზე, რომელიმე ბინის ყიდვა. ალბათ არა. ეხლა მე მოგიყვებით. ერთი წამით ეხლა ვაძლევთ ერთი წამით. აკაკი, მოკლე კომენტარი ნათია, თქვენ გააქვთ ეხლა რამე კომენტარი კონკრეტულად? რომელსაც გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულებები და რომელსაც უნდა დაწყებული იყო მშენებლობა კომპანიის მხრიდან. კონკრეტულად რომელი გაინტერესებთ? შავი ზღვის პირეთში გრიგოლეთში. რომელსაც დაიწყო. გრიგოლეთში რამდენიმე ლოკაცია არის? საკადასტრო კოდი უნდა მითხრათ. არა, ის სამი არის აღნაგობით. სამი არის RCI ჯგუფის მიერ RCI ჯგუფის სამი მიწაა. თქვენ თუ იცნობთ მასალებს, უნდა იცნობდეთ მაშინ რა ქონებაზეა. თქვენ ამბობთ, რომ ვიცით რომ ხო იცით რა ქონა RCI ჯგუფის სამი ქონება. მე გეკითხებით, რომელ წელს გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გასაგებია. საუბრობთ აი ესეთ მარტივ რამეს რა. რომ ანუ ადამიანი საუბრობს იმაზე, ამავდროულად 2000 თორმე მარტო რომ გრიგოლეთში ერთ ლოკაციაზე სამი ეგარ არის ხო ნამდვილად ვეთანხმები ამ შემთხვევაში არ არის ეგ ძალიან თავარი. 2021 წლის ივნისში აფორმებენ აღნაგობის ხელშეკრულებასაც წერია გარკვევით რომ მაქსიმუმ 60 თვე აქვს ვადა, რომ კომპანიამ 2021 წლიდან, მე დავასახელე 2025 წლის ივნისი, 4 წელია გასული. რას აკეთებდა 4 წლის განმავლობაში პირველ რიგში სფერო ჰოლდინგი? მეორე საინტერესო კითხვა იცი რა გაბატონინო? 2025 წლის აგვისტომდე მე მაქვს, ჩემთან აქვს კონტაქტი უამრავ დაზარალებულს, რომელიც აგვისტომდე იდებოდა თანხა. ბოლო 1 წლის განმავლობაში სფერო ჰოლდინგმა თუ არის ვინც იყო, იქ არ აქვს ნიშნობა, ყველა ფიქტიურია. მხოლოდ 2 თუ 3 ბინა გაარემონტეს. დანარჩენი თანხა რაც 2025 წლის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში შემოდიოდა და ძალიან დიდი თანხაზეა და მათ შორის მათი აგენტები ამას ადასტურებენ ჩვენებაში, რომ ძალიან დიდი თანხაა შემოსული. არსად არ ჩანს სად მიდის. არავინ არ იცის, რატო არ ხმარდება ეს თანხები მშენებლობაზე. ყველა საინტერესო რა იცით? ერთი კორპუსი აღნაგობით, მეორე კორპუსი აღნაგობით, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე. არც ერთს არ ასრულებდნენ, ანუ იწყება, ჩონჩხი ჩერდება, აგძელებენ, გადადიან აღნაგობით და ყველა საინტერესო კიდევ სამშენებლო კომპანია გორგიას ვალი აქვთ. მშენებლების ვალი აქვთ, მუშების ვალი აქვთ. სფეროში სადაც ადგილი ქონდათ აღებული, არ იხდიდნენ გადასახადებს და ყველაზე საინტერესო და სახელმწიფოს მიუმართავ არ შეიძლება 1.600.000 აქვს გადასახადების ვალი. სახელმწიფოს ვალი. საგადასახადო ვალზეა საუბარი და ყველა საინტერესო კიდე რა იცით? ყველაფერში ვალი აქვს, ყველასთან ვალი აქვს და როგორც კი რამე ჩვენ მივიღეთ წერილი 2025 წლის ოქტომბერში ლანჩხუთის მერიისგან სამ კორპუსზე, მათ შორის საკადასტრო კოდები გვაქვს მოგაწვდით, გავასაჯაროოთ ყველაფერი. არ ქონდათ უფლება მშენებლობის უფლების გარეშე დაიწყეს, დააჯარიმეს ერთხელ 50.000-ით მეორეჯერ. არც ერთ ამ სამ მშენებლობაზე არის დემონტაჟი, ხალხო. ანუ
ესე უბრალოდ ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ რაღაცას იწყებდნენ, ჩვენ ამას გვიფუთავდნენ, გვაჩვენებდნენ რომ აი ეს არის, ფულებს გვადებინებდნენ და ბოლოს მე იმედი მაქვს და მოუწოდებ ყველა სტრუქტურას და საგამოძიებო სტრუქტურებს და ექსპერტებს გამოკვლეული იქნა სად მიდიოდა ეს თანხები და დარწმუნებული ვარ, იქნება ნაპოვნი, სად არის ეს თანხები, ნაწილი გადამალული. სხვა შემთხვევაში. ხო, ნათია, ეს არის ძალიან დავასრულოთ ერთი წამი. კი ბატონო, დავამატებ. იგი მოუქცევთ, გაძლევთ საშუალებას. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ბატონი ლევანი ახლა ჩაერთო საქმეში და შესაძლებელი არის, რომ სრულად საქმის მასალებს არ იცნობდეს და საქმე არის საკმაოდ მოცულობითი. ქალბატონო ეკაბესელიას მომართა დაზარალებულთა გარკვეულმა ჯგუფმა შემდეგ უკვე გაუწიეთ კონსულტაციები და აღნიშნ შემდეგ ჩავერთეთ საქმეში. შევისწავლეთ სრულად საქმეს. საქმის ტომები შეადგენს დაახლოებით 60 ტომს შეადგენს საქმე. იცნობთ ამ 60 ტომს? ლევან, იცნობთ ამ 60 ტომს? ვიცნობ ფურცლის იზუსტით. მაგრამ აქ სხვა რაღაცაზე არის საუბარი. მესმის ეს დაასრულოს და მე გაძლევთ თქვენ ერთი წამი. თუნდაც თქვა, იმიტომ აზრი ეკარგება ამ შემთხვევაში. არა, დაასრულოს ადამიანმა და მოგცემთ სიტყვას. საქმეზე მუშაობთ 3 ადვოკატი, მარიამ თოდოა ჩემთან ერთად და ნანა გელაშვილი და ასევე იურისტი და დიდი ჯგუფი. საქმის შესწავლისას, გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ეს არის წმინდა თაღლითური სქემა, რის შედეგადაც ფაქტია, რომ დაზარალებული არის 570 ადამიანი. თანხები სად არის, ხო? ფაქტია, რომ ექსპერტიზა მოვიდა იმაზე ნაკლები, ვიდრე ზიანი არის დაზარალებულების, მაშინ გადამალული აქვს ხო ამ ადამიანებს ქონება. ვიპასუხოს მაშინ ბატონ ლევანმა, გადამალული აქვს ქონება, ქეში აქვს სადმე შენახული, სადაც გამოძიებამ ვერ მიაგნო, აბა რითი აპირებთ ამ ადამიანების დაკმაყოფილებას? ხოთაშორის ერთ-ერთი ბოლო კითხვა ალბათ ბატონ ლევანთან ზუსტად ეგ იქნება, თქვენი ბატონ გიგასთან შეხვედრის შემდეგ რა გზავნილით მოხვედით ამ ადამიანებთან, თუმცა მე გაძლევთ ახლა დროს იმისთვის, რომ თქვენ პირველ რიგში პასუხოთ დასმულ შეკითხვებს და აუცილებლად აუხსნათ ადამიანებს როგორ აპირებს ბატონი გივი ამ პრობლემის დასრულებას ადამიანებთან, რომლებიც დაზარალებულები არიან და მათი რიცხვი არ არის პატარა. არ არის პატარა, ნამდვილად არ არის პატარა და ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პათოს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მართლა რაღაც უკიდურეს მდგომარეობაში შეიძლება იყოს ამ ყველაფრიდან გამომდინარე. თუმცა იცით როგორი რაღაცა არის ახლა იმ ფონზე, როდესაც იცით რა არის ასეთი განმარტებები არის, რომ აი იცი რა ჩვენ გამოვიკითხეთ ახლა თურმე ლანჩხუთში საბოლოო ჯამში იქნებ ჩამოყალიბდეს ეს რაღაცა ეს აქტიური ჯგუფი, რომელიც ასე მძაფრად უპირისპირდება ამ ყველაფერს რა. იქნებ ჩამოყალიბდეს რა. ბოლოს და ბოლოს არის ეს მშენებლობები თუ არ არის? არის შენობა დგას თუ არ დგას? იმ შენობას ღირებულება აქვს თუ არ აქვს? ხომ? აი ამაზე იქნებ ჩამოყალიბდეს. შემდეგი საკითხი რაც არის, ზუსტად მაგ საქმის მასალებიდან გამომდინარე. ახლა როდესაც თაღლითობაზე ვსაუბრობთ, ხო? იცით როგორი რაღაცა ძალიან ბევრი განმარტება შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთდეს, მაგრამ თავად პროკურატურა და ეროვნული ბანკი ამბობს ეგეთ რაღაცას. რომ იცით რა არის თურმე სფერო ინვესტ და სფერო ჰოლდინგს ამ შემთხვევაში 200,000 ლარი რო გადაეხადა ანუ სალიცენზიო მოსაკრებელი, იგი სრულად იქნებოდა უკვე კანონის შარჩოებში მოქცეული. ანუ იცით როგორი რაღაცა უნდა ჩამოვყალიბდეთ რაღაცა თემაში. ან უნდა ვეძახოთ ამ ადამიანს თაღლითი და დავამძიმოთ და მოდი დავხრიტოთ, ან კიდე უნდა მოძებნოთ ზუსტად ის გამოსავალი, რომელიც დახრეტაზე აქ პირდაპირ მოთხოვნა აქაც კი გამოიკვეთა, რომ არის უძრავი ქონებები, რომელიც მათ შორის იპოთეკით არის დატვირთული, მათ შორის მშენებარი არის და შეიძლება რომ აშენდეს და კონკრეტულ თანხად იქცეს, რომელიც ამ შემთხვევაში მიექცევა დაზარალებულების გასასტუმრებლად. მე აქ ვარ მოსული, მე ნამდვილად არ ვიყავი აქ რაღაცნაირად იმაში, რომ მომიწევდა ასე რაღაცნაირად დაცვა საკუთარი თავის სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ეს ცინიკური დამოკიდებულება მე ვფიქრობ რა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაჟღერებული, ხო? ეს ძალიან ცუდი არის. მე ვფიქრობ, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ნებისმიერ მიმართულებით. იმიტომ რომ მე შემიძლია ძალიან ბევრ რაღაცაზე ვისაუბრო, რომელიც თლათ არ არის სიმართლე, რომელიც ამ სტუდიაში მყოფ ადამიანებმა გააჟღერეს. თუმცა აქ ვარ მოსული კონკრეტული რამის სათქმელად. ფინანსურ პირამიდასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ არსებობს, რო ეგ ვთქვათ, იმიტომ რომ ორგანიზაციას კონკრეტული ქონება გააჩნია, კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით თუნდაც ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც იყო გაჟღერებული და რომელიც საქმეში სავარაუდოდ იქნება შეტანილი, ამ ექსპერტიზის დასკვნებით ნამდვილად არის, რომ ეს ქონება მრავალმილიონიანი არის და შეიძლება დღესვე იყოს მიმართული სწორედ ამ ადამიანების დასაკმაყოფილებლად, რომელიც როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს და კონკრეტული შესწავლა უნდა მოხდეს, ხო? კონკრეტული ანალიზი უნდა მოხდეს. ხელების გრეხით ეს არ გამოვა. როდესაც
კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ეს პრობლემა გადაწყვიტოს. არის გივი წულეისკირი, ხო? ჩვენ ყველამ ვიცით ეს ძალიან კარგად. თუ კი გივი წულეისკირს გამოვამწყდებთ ციხეში, არ მიცეთ მას ტელეფონის დარეკვის საშუალებას, გარესამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას, ვის ვაპირებთ, რომ ვიიმედოთ იმისთვის, რომ ამ პრობლემას გადაგვიწყვიტავს. თქვენ ვის ხედავთ? ამ შემთხვევაში მე ვხედავ გივი წულეისკირს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე აქტიური როლს შეასრულებს ამ დაზარალებულებთან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გადავალაგოთ და გადავაფასოთ. იმიტომ რომ აქ პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ბატონი გივი არის ციხეში. გარეთ რო იყოს, რას გააკეთებდა? ერთი წამით უნდა მოვისმინოთ პასუხი. ხო, აი რას გააკეთებდა? ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ ამ 6 თვის განმავლობაში, ხო, ეს ქონებები, რომლებიც მშენებარი არის და რომელიც აშენებულია სხვათა შორის და რომელიც მშენებლობაც უნდა დაწყებულიყო, ხო, ესენი განვითარდებოდა და დაიწყებოდა. თუ არა და დღესაც შეიძლება ამ მშენებლების როგორც მშენებარეთ ისე გაყიდვა. ის ასევე შეიძლება რომ დაუშვათ სხვა მოცემულობები ვნახოთ, ხო? რომელიც უამრავი არის, ხო? სახელმწიფოს ჩართულობას თქვენ ხედავთ, აი როგორც თქვა დაზარალებულები. სახელმწიფოს ჩართულობას რა თქმა უნდა ხედავ ხელის გადაგრეხვაში. სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ერთი არის. დაარწმუნეს დაზარალებულები იმაში, რომ მოდი ახლა ვეძახოთ გივი წულეისკირს, მის ადვოკატს და სხვებს, მათყუარებით, აღლითები, ესეთი ცუდი ადამიანები და რა სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ წულეისკირს აგერ ნახევ ხა ციხეში იმას ვიზავთ. ზოგიერთ გულს მოვაფხანინებთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე და მე ვიტყვის, მე პროკურატურა გაშლის ხელებს და იტყვის, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, მე მეტი აღარაფერი აღარ შემიძლია. მოხდება ის, რაც მოხდება, რომ რეალურად იმ მშენებლობების შეფასებითი ღირებულება, რომელიც ყოველდღე კლებულობს, ხო? კიდევ უფრო მეტად დაიკლებს და აღმოჩნდება ისე, რომ იცით რა არის, აი აღნაგობის უფლებები ახსენეთ მაგალითად. აღნაგობის უფლებები არის უფლება, რომელიც დროში არის მოცემული, ხო? ეს დროში მოცემული უფლება დღეს თუ არ იქნა ეს რეალიზებული, ხო? დღეს თუ არ მოვახდინეთ, დღეს აღნაგობის უფლება, როგორც უფლება ისეთ შეგვიძლია რომ გასაგებია, ბატონ ლევან, თქვენ ხართ მაგალითად და ბატონი თქვენი მარწმუნებელი ბატონი გივი წულეისკირი არის თუ არა, თქვა მზად, რომ გადასცეს რაც კონკრეტული პირობით დაზარალებულებს მთელი თავისი ქონება და მათი ზრუნვა ამის გაყიდვაზე და ის თანხა რომელიც იქნება ამონაგები თანხა ამ ყველაფრიდან გადანაწილდეს რა თქმა უნდა გარკვეული კონტროლის ქვეშ იმ ადამიანებზე რომლებმაც გაიღეს ეს თანხები. თანხების რაოდენობა ალბათ მაგაზე მინდა რომ პასუხი გაგცეთ. მოხდა ესეთი რამე რომ ან ჩემი ჩართულობის შემდეგ უკვე მოხდა კომუნიკაცია სხვათა შორის იმ გვართან რომელიც ჩემ გვარში აგერიათ თქვენ კოლეგასთან და უკვე გვაქვს გარკვეული მოცემულობა რომ ჩვენ კომუნიკაცია დავამყარეთ უკვე ადამიანებთან და რეალურად ვეძებთ გზებს. არა იმას რომ ერთმანეთს ვეძახოთ მათყუარები და სხვა და სხვა. მაგისი დრო მოვა. აი აქა გაქვთ ახლა ეგ საშუალება და შეესწავლოთ ადამიანებს მაშინ. მაგაშია. ერთი წამით ხო აი თქვენ გაქვთ ახლა ამ წუთას პირდაპირ ეთერში ჩვენი თანხის დაბრუნება. არანაირად არ არის ჩვენი მიზანი ვიღაცა გამოვამწყდიოთ ციხეში. ჩემთვის და 570 ოჯახისთვის დაზარალებული ოჯახისთვის თავარია ჩვენი თანხის დაბრუნება, რომელსაც არ მიბრუნებს გივი წულეისკირი. მე თქვენ შემომთავაზეთ ახლა როგორ დავიბრუნოთ ჩემი თანხა. პირგასამტეხლოებით გადასახადი გაქვს და ქირაც რა თქმა უნდა მე ახლა ჩემით რა ვიხდი ძალიან გაჭირვებაში. ხო, აი ხა მაგაზე ვთქვა, ხო, პირგასამტეხლოებით და ქირასთან მიმართებაში, თქვენთან მიმართებაში მე მგონი ყველაფერი ამოწურულია, იმიტომ რომ თქვენ უძრავი ქონება გიდევთ იპოთეკაში, შესაბამისად ეს უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ყოველთვის შეიძლება რეალიზება განახორციელოთ, მაგრამ მოდით დანარჩენებზეც ვისაუბროთ, ან მოცულობით ვისაუბროთ, ხო, ყველაზე. ყველასთან მოცულობით ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ ჩვენ ეს საკითხი გადავწყვეტოთ, ხო? შევქმნათ ორგანიზაცია, რომელსაც გადაეცემა აბსოლუტურად ყველა უძრავი ქონება. მათ შორის უფლებები, რომლებიც რეალიზების შედეგად საკმაოდ ძვირად ღირებული არის და ამ ორგანიზაციამ განკარგოს ეს ქონებები სწორედ ამ დაზარალებულების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით. შესთავაზეთ მოდი ადვოკატმა გასესპიროთ კითხვა მაგალითად ბრალდებულები მოახდენენ ამ პერიოდში სანამ ისინი ციხეში არიან და მოახდენენ ჩვენ დაზარალებულების დაკმაყოფილებას, რა თქმა უნდა მივესალმებით ამ საკითხს, მაგრამ სამართლებრივად როგორ არის ახლა? იმ შემთხვევაში თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და რა თქმა უნდა რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი და განაჩენი უნდა დადგეს, განაჩენშივე არის განსაზღვრული, განაჩენშივე უნდა განსაზღვროს მოსამართლემ, არა მორიგება არა. ამ ქონებების
დაზარალებულებზე გადაცემის საკითხი. ამის შემდეგ უკვე იწყება ახსრულება. არანაირი ორგანიზაციის ჩამოყალიბება არ არის საჭირო, როდესაც აგერ სასამართლო ავტომატურად გულისხმობს დაზარალებულებზე ქონების გადაცემას. შემდეგ უკვე იწყება ახსრულება. ეს ბატონი ლევანი არის ალბათ ერთი წუთით დამასრულებელი. თქვა სიცდარი არის, რომ ახსრულება ამ შემთხვევაში საკუთრებაში გადაცემს. ეს არის ტყუილი. ამ შემთხვევაში შეცდომაში შეყავს ადამიანები. მეხუთე თუ მეექვსე ადვოკატი უკვე წულეისკერის. ერთი წუთით. არა, კანონი თუ გულისხმობს, მე ერთი წამით მე მაინტერესებს. კანონი გულისხმობს ამას? რას გულისხმობს კანონი, რომ მე განაჩენში ბატონო ლევან. გასხვით 70 ადამიანზე. 570 ადამიანზე რო აღირიცხება. არ აღირიცხება, ეს არის მცდარი გზა. კიდევ ერთხელ გიმეორე. თუ კანონი გულისხმობს, იმ დათმობაზე რომ თქვენ აუნაზღაურებთ. ჩვენ გვექნება თქვენ ორგანიზაციასთანაც ჩანიშნული გვაქვს. შეხვედრა და ჩვენ გავივლით ამ მუშა პროცესს აუცილებლად გავივლით. თორე ჩვენ მიზანი არ არის რომ წულეისკერიც. მაგრამ დღეს ხა იმის თქმა რომ იცით რა განაჩენი დადგება და 570 ადამიანი მესაკუთრე გახდება რაღაცა ქონების. ეს არის მცდარი ტყუილი არის. კანონში მსგავსი რამ არ არის. ვერასდროს ვერ გააკეთებს მაგას პროკურატურა. სასამართლო აკეთებს განაჩენში გისაზღვრავს. რო 570 ადამიანს საკუთრებაში გადასცემს ამ ქონებას. გასხვისდება და აი მე მინდა რომ ყველა ადამიანს უთხრა რომ გაიარონ ეს ესაბამისი კონსულტაცია რომ 570 ადამიანზე არ გადაფორმდება ეს ქონებები. ეს არის გასხვისდებაზეა, ლაპარაკი ეს გასხვისდებაზეა საუბარი, აბა ეს სათითაოდ ბატონი ლევანი არის მეოთხე თუ მეხუთე. მოკლედ ცოტა დრო დაგჭა, ამიტომ მე და რიტორიკის ცვლილებას. ეხლა გეტყვით რას გულისხმობ. 30 სექტემბერს კომპანიამ ყველა დაზარალებულს აცნობა რომ უნდა შევხვდეთ და რაღაცა გამოსავალი უკვე იქნება 30 სექტემბერს, ამიტომ შევკრიბეთ ყველა. მოვედით, აღმოჩნდა რომ რაღაც დარბაზში მათ დაიქირავეს. რაღაც დარბაზი რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით. არავინ პასუხისმგებელი პირი არ გამოჩნდა. შესაბამისად 30 სექტემბერს თავარ სამმართველოში წავედით თითქმის ყველა დაზარალებული და დავიწყეთ საჩივრების წერა. 2 ოქტომბერს მე თვითონ საკუთარი ხარჯებით მოვაწყე ონლაინ სივრცეში, მოგესალმებით 100-ზე მეტი ადამიანი არშავდა და რაღაც გადახდა მოგვიწია, 207 ადამიანი ესწრებოდა. ჩაერთო ბატონი გივი წულეისკერი. და იცით ხალბატონინო პირველი რა გითხრა? პირველი ითი დაიწყო მან საუბარი, რასაც ბატონი საუბრობს. ზუსტად იგივეა. ეს გივის რიტორიკაა და რა. მე თქვენთვის ხელი არ მომიწერია. პირველი მისი ფრაზა ეს იყო. თქვენთან პასუხისმგებელი პირი არის სფერო ინვესტი. მე არაფერ შუაში არ ვარ, თქვენ ჩემი ხელმოწერა არ გაქვთ. მიმართეთ გიორგი მორუსიძეს, პეტრიაშვილს და ასე შემდეგ. თუმცა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ეთქვან ბოდიში, ან რაღაცა მცდელობა ერთხელ მაინც ქონდა. იცით, მანამდე შეიქმნა რაღაცა ჯგუფი, რომელიც ჩავიდა ასევე გრიგოლეთში გაეცნო და იცით, რაღაცა დასკვნები მოგვიტანეს. კვადრატულს გთავაზობენ ხალბატონო გრიგოლეთში აღნაგობით აშენებულზე, რომელზეც მიწაზე ვალი აქვს და პლუს ჯერ შავი კარკასიც კი არ არის და ნანგრევებს ძლივს გავს. ხო, აი, არაფერ აგურების ის არის 1500 და 2000 დოლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველა დაზარალებულმა, ანუ თავაზობდნენ რომ აი ქონებასგან მოგიფორმებთ, მოდი ეს გაიფორმე და ვინ დაასრულებდა ამაზე, არავინ არ ფიქრობდა. ანუ თქვენ დაიფორმეთ რაღაცა 1500 მე გეკითხებით თქვენ ბატონო ლევან 1500 დოლარი და 2000 დოლარად პლუს აღნაგობი და დღეს რაც უფრო მეტი შედიხარ ამ საქმეში ხვდები რომ რასაც ესენი შეეხნენ ყველაფერი იყო თაღლითობა. როგორც გითხრათ აი სფერო მათი ეს ოფისი რაც იყო წელიწადს 18-ში არიხდიდნენ დაიწყეს მათთან სასამართლო და ყველასთან და ყველაფერთან იწყებდნენ სასამართლო დავას. ამას წინ უძღვებოდა ხალბატონი პეტრიაშვილი თავისი რაღაცა გუნდით და ყველაფერში დავას იწყებდნენ რომ არაფერში ფული არ გადაეხადათ. და დღეს აღმოჩნდა ისე რომ ყველასი და ყველაფრის ვალი აქვს. მიწის ვალი, მფლობელის ვალი, სამშენებლო კომპანიების ვალი, ყველას და ყველაფრის ვალი, ბიუჯეტის შენებლების ვალი. დაჟე თუ მეც ჩაეძიებით და თქვენ ალბათ ჯერ არ ქონდა და ალბათ არ ხართ ბოლო ადვოკატი და უკვე 4 გამოიცვალდა. ძალიან მაგარი ადვოკატები ყავდა. თუმცა ვიცით ჩვენ წულეისკეს გავეცანით საუბედუროდ ხალხო ერთი მცდელობა არ ყოფილა ხალბატონ ნინო რომ ამ ადამიანებისთვის გაეკო. ხალბატონი ქეთინო უმძიმესი სიტუაცია, ხალი არის ლეიკემიით დავადებული. ქუჩაში დარჩენილი და იმ წერეთელზე რომელზეც მათ ოფისი ჰქონდათ სალფეთქებს ყიდდა იცით და რა გააკეთეს იმის ნაცვლად რომ მოხმარებოდა ქუჩაში დარჩა ჩვენ დაზარალებულმა თითოლარი აუკრიბეთ და ესე ვქირავდით ბინას მე რო ყოფილიყავი გივის ადგილას ხილიანზე 4 სართულიან კორპუსშიო ცხოვრობდა ჩემს უკანასკნელ ოთახს დაუთმობდი ხვდებით ანუ იმდენად არაადამიანობებზე გვაქვს აქ გზადაგზა საუბარი
იმდენად დამცინავი აი ყველა დაზარალებულის მე განა მე განა თქვენ ყველას მიმართ აი უკიდურესი ქალბატონი რუსო რომელიც შეშმ ბავშვით ქუჩაშია და მეგობრის სახლში ცხოვრობს არავის მდგომარეობაში არ შესულან ხვდებით ერთს არ მოფიქრებია ამ ადამიანებისგან და ყველა საინტერესო არის იცი ორი წში ჩენს ჩართვას ესწრებოდა მურუსიძე რომელიც ყველაფერში ფიქტიური არც კი ჩართვი არც კი მიუღია მონაწილეობა ორ როდში როგორც კი მან დაინახა რომ ეს ადამიანები არ აპირებდნენ დანებებას ჩვენ არ ვაპირებდით იმ ნაგვის შემოსაღებას რაც ვითომ $2000 ღირს ემლოში $300 არ ღირდა და ეხლა რაზეა $300 რა გააკეთა იცი რა გააკეთა იცი რა გააკეთა იცი ქალბატონი გივ რა გააკეთა იცი ანუ გივი გამოიყვანა საკუთარი ღირებულებას ხო გააჩნია 300 და 100 შორის არის ძალიან მეგეთქვით მე ვარო სფერო ჰოლდინგის სფერო ჰოლდინგ დამფუძნებელი მე არანაირი კავშირი არ მაქვს სფერო ინვესტა მე თქვენთვის ხელი არ მომიწერიაო მე არ ანუ მე მხოლოდ მეგობრულად ვაპირებ მურუსიძეს დავეხმარო მურუსიძე ოქტომბერში ტოვებს ქვეყანას გარბის ქვეყნიდან ეხა მისი ექსტრადიციის პროცედურა მიმდინარეობს და რა უთხეს იცი დაზარალებულებს რო ვიკითხეთ საათო წაფ ვითომ რაღაც ქონება ჰქონდაო თამათ იტალიაში და ამას ასხვისებენ და დღეს უკვე საქმე ზადად გინდება რომ არანაირი ქონება ამით არ გააჩნდა უცხო გასაგებია კი გასაგებია დღეს ამდენი ხნის მერე იგივე ფოდის გიხდით დავასრულებ ეს ადამიანი რო აცხადებს კი ბატონო ეს ადამიანი რო აცხადებს დღესო გამომიშვით ერთი თვით ვარდით გივიწულე ისკის ქალბატონო ივნისიდან მოყოლებული ხალხი ყოველდღე დარბოდა იქ და ქუჩაში რო რჩებოდა ერთი თვე კი არა ნოემბრამდე 6 და 7 თვე ქონდა არანაირი ნაბიჯი მას არ გადაუდგამსო ჩვენთვის ეს გადაიხადა და რაც ბატონი რო ასახელს იგივე ბინაში დარჩაო ივნისიდან მოყოლებული მე ვიყომხობოდი უცხოეთში ამიტომ ჩამოვედი სექტემბერში ჩემი მძიმე შრომით საფრანგეთში სადაც აი კიდურეს აჭირვებაში მე რასაც შრომობდი 25 მე იცით გერმანიაში მოხუცებს უვლიდი ძივიწულე ის კი და პეტრიაშვილით რომ მეკეთებინა ალბათ შეიძლება დღეს მეც იქ ყოფილიყავი სადაც ისინი არიან უკიდურესი შრომით ჩამოტანილი თანხა და დღემდე ვიხდი ქირას და ეს ფუფუნება კი არ არის თქვენ კი ანუ სფერო კი არ მიხდი და ჩემი გაწეული შრომით ვაკეთებ მე ამას რომ ქუჩაში არ დავრჩე და დღეს იგივე რიტორიკით 6 თვის მერე მათი მხრიდან მოსვლა ჩემი იმის ნიშანი არის ესენი არ აპირებენ პრობლემებზე საუბარს და ამ ადამიანების არათუ დაკმაყოფილებას საერთოდ არაფერს არ აპირებენ ანუ სანამ დავასრულებ ბოლოს 2 წუთი მომეცით იმიტომ რომ მე უნდა მივმართო სახელმწიფოს აუცილებლად ბოლოს 2 წუთი რომ მომცეთ და 1 წუთი სამწუხაროდ ეთერით თუმცა მე ჩვენ პირდებით რომ ამ საქმეს უსათუოდ მივადებთ აუცილებლად ეს თემა იქნება მეკპირდებით ეს თემა იქნება 5 წლის ბავშვსაც უნდა ესმოდეს იმიტომ რომ ქალბატონი აი მოგმართავთ არ ვიცი სახელმწიფოს მივმართავ თქვენ ალბათ ვერ ხედავთ სახელმწიფოს როლს და სფეროს ხარი მე ვხედავ სახელმწიფოს როლს რომ 2022 წლიდან 25 წლის განმავლობაში ეს კომპანია იყო მიშვებული თავის გემოზე არანაირი კონტროლი მათ არ ჰქონდათ კომპანიას ბუღალტერი არ ყავდა დღეს ვიგებთ ამას რა თქმა უნდა უკვე მოგმართავთ მივმართავ პირდაპირ ირაკლი კობახიძეს მოგმართავთ სახელმწიფო ყველა სტრუქტურას სასწრაფოდ ჩაერთონ ამ საქმეში დაგვიკავშირდნენ დაზარალებულებს არ აქვს მნიშვნელობა რა გზით მოგმართონ იმიტომ რომ რჩებით ქუჩაში მე დღეს არ საუბრობ ჩემი როგორც საქართველოს სახელი მე დღეს საუბრობ ქალბატონი რაისას სახელით რომელიც მიწაზე შრომით აბაშაში მოპოვებული ფული ჩადო ამ თაღლითებთან მე აქ საუბრობ ქალბატონი რუსი რომელიც შიშიმ ბავში ფშიერი ელოდება სახში მე აქ საუბრობ ბატონი გიორგის სახელით რომელიც ცალიფეხი დაკარგული აქვს და ბოლო კაპიკი აქ ქონდა ამ ადამიანს ჩადებული აქ არ არის 570 პირადი ნომერი მათ უკან ათასობით ადამიანი დგას მოგმართავთ სახელმწიფოს გთხოვთ ყველა უწყებას ჩაერთოს ამ საქმეში იმიტომ რომ ქუჩა იქნება ხვალინდელი ჩვენი არათუ მოქმედება ამეთ მოკლედ ძალიან გთხოვთ რა იმიტომ რომ მე უკვე მეუბნებიან რომ საეთერო დრო დასრულდა თუმცა პირობას გასცეს ერთი წამი ზუსტად ერთი წამი ორი წამი გაქვთ რომ თქვათ ბოლო სამთან მიმართებაში სამწუხაროდ ვერ ჩავეტევი მე ანუ ეს განმარტება აუცილებლად უნდა გავაკეთო იმიტომ რომ იცით როგორი რაღაცა არის ერთი არის გარკვეული მოცემულობა რომელიც ნამდვილად მძიმე არის და ნამდვილად ამდენი ადამიანს ესახები და ნამდვილად დასაბრუნებელი აქვს და მეორე მოცემულობა არის ლუტრირება რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ რომ იცი რა თურმე სახელმწიფოს ევედრება ეს კონკრეტული ადამიანი რომ იცი რა არის აი მოდი ჩაერია და სახელმწიფო ჩაერია ყველა ეტაპზე ჩაერია და სახელმწიფო მარალდებულება არამედ ხელი შეუწყო იმ ფაქტს რომ ამ ადამიანებს გაუჭირდეთ იმ თანხის დაბრუნება რომ ეს ადამიანები არ აპირებენ და აი ეს არის ეს რეალობა აი ეს სახელმწიფოს მიმართავენ რომ კონკრეტული ადამიანი რომელიც ამას აკეთებს ამას ვალდებულება რომ მოქალაქეები მეორე მოცემულობა როდის
როდესაც იცით რა არის, აი ერთად ვერ დაინახა სახელმწიფოს როლი იმაში, რომ თურმე 6 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული კომპანია, რომელიც არც ერთხელ არ აუღია საბანკო კრედიტი და აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ძალიან ბევრი გავლენებისგან, ხო? ანუ ეს ორგანიზაცია ნამდვილად მუშაობდა, ნამდვილად სთავაზობდა მათ შორის ძალიან დიდი ჯგუფს გასაგებია, გასაგებია იმ კონკრეტულ უძრავ ქონებას, თუმცა ამათ არ აწყობდათ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ მოდით, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ კონკრეტულ უძრავ ქონებებს. ერთი წამით ეთერი უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული დრო, რომელიც იყო გამოყოფილი ამ თემისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ჩავთვალოთ თქვენი დიალოგის პირველი ნაწილი დღეს, რომელიც გაიმართა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, ღია სივრცეში. ამიტომ ჩვენ ამ თემას მივყვებით აუცილებლად და იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს როცა მოთხოვენ ადამიანები, რომ უნდა დაეცვა სახელმწიფოს თაღლითობისგან სიტყვაზე, თუ ეს ადამიანები ასე თვლიან, ეს ფაქტი ალბათ ყველა ვარიანტში არის გასათვალისწინებელი. ჩვენ ამ თემას აუცილებლად მივყვებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ბატონებთან თქვენც თავისთავად ცხადია, რადგან ხართ და მოისმინეთ ყველაფერი ადგილზე. ჩვენ მომავალ შაბათს კვლავ შეხვდებით ერთმანეთს, ასევე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. მადლობთ.